მოგესალმებით, ეს არის პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე. მე ვარ ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და დღეს ჩვენი მორიგი პოდკასტია. დღეს საინტერესო ამბავზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენ ვუტრიალებთ იმას, თუ რა ხდება საქართველოში და საქართველოს თავს რეალურად. პირობით სათაური კი ასეთი გახლავთ. და არ დაგაბნიოთ ამან, ვის შესჩივლოს მზვერავმა. ანუ რეალური საფრთხეები სანახაობის ბრჭყალებში მიღმა. როცა ხელისუფლების კონკრეტული ქმედებების გამო, გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო ქვეყანა ღალატობს კურსს, რომელსაც მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. და რომელიც კონსტიტუციით არის გამტკიცებული, როცა სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებები მოსახლეობას პრაქტიკულად თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ატყობინებენ მორიგი მასშტაბური სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბის ვიტყოდი კორუფციული დანაშაულის შესახებ, რომელშიც მონაწილეები არიან ყოფილი პირველი პირები უწყებებისა თუ მთავრობის. როცა გადადგმულია რეალური ნაბიჯები ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის გასაფორმებლად, როცა ათეულობით ადამიანი და მათი რიცხვი იზრდება, ნაწილი თავისუფლდება, ნაწილი რჩება პატიმრობაში, დაკავებულია ათეულობით ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, გზადაგზა სახელდახელოდ შეთხზული კანონების გამოყენებით, შეთხზული სიტყვის თქმის უფლებას ვაძლევ თავს, თუნდაც იმის გამო ვითვალისწინებ ჩვენი აუდიტორიის მრავალფეროვნებას და განმარტებას დავურთავ, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი გულისხმობს იმას, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რაშიც უნდა იყვნენ ჩართული მხარეები, ვისაც ეს კანონი ეხება, მინიმუმ ისინი და ასევე უნდა იყოს გათვლილი კანონის ეფექტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს, რა შედეგი შეიძლება მან მოიტანოს და ამიტომაც დიახ ეს კანონები, რასაც უწოდებენ კანონებს, დღეს არის შეთხზული იმისათვის, რომ კონკრეტული მიზანი იყოს მიღწეული შევიწროება და დევნა კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეებისა. როცა ქვეყნის ტერიტორიაზე და ვკითხოთ საკუთარ თავებს, მეც ჩემი თავისკენ მიმართავ ამ კრიტიკას უპირველეს ყოვლისა, რამდენს გახსოვთ ყოველდღე მუდმივად განუწყვეტლივ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპირებული და ოკუპანტი დგას საქართველოს ტერიტორიაზე. და ამ დგომის და ფაქტობრივად დგომის გარდა ოკუპანტი ქმნის, აღვივებს არაერთ საფრთხეს, რომელიც ასევე ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება, მიზეზთა იმ მიზეზთა გამო, რაც ჩამოვთვალე უპირველეს ყოვლისა. და აი ამ დროს რა არჩევანი, რა გასაქანი აქვს უსაფრთხოების სისტემაში პროფესიონალს. მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ასეთები არიან. ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ შალვა ლომიძე, ჯო კეისის მრჩეველი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი გენერალ-მაიორი. გამოცდილზე გამოცდილი კადრი, ასე ვიტყოდი, მოგესალმებით. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან და იყოს ეს შეკითხვა, პირველი შეკითხვა, რაც მე შესავალში დავსვი, რა არჩევანი, რა გასაქანი შეიძლება ჰქონდეს დღეს უსაფრთხოების სისტემაში მყოფ პროფესიონალ კადრს. და თავდაპირველად იმას ვიტყვი, რომ მე მოვისმინე თქვენი არაერთი ინტერვიუ, მათ შორის ჩვენს ეთერში, ანასტასია არაბულთან ბრძანდებოდი სტუმრად და ნახევარ წლის წინ და არ დაგისვამთ შეკითხვებს თქვენი აი იმ პერიოდის საქმიანობის დეტალების გამოსარკვევად, როცა იყავით თქვენ სისტემაში თანამშრომელი და მაღალჩინოსანი და ბოლოს უკვე დაზვერვის სამსახურის უფროსი, ვინაიდან ვიცი, რომ რასაც პასუხობთ, არ პასუხობთ რეალურად. მაგრამ მე თქვენ გიყურებთ და ასეც არის დღეს თქვენი სტატუსი, ძალიან სპეციფიკური გამოცდილების ადამიანს, ანალიტიკოს, სპეციფიკური ცოდნით. გასაგები. ისიც მესმის და მაყურებელი ზედმეტ დანდობაში არ ჩამეთვლის თქვენი, ისიც მესმის, რომ არის რაღაცები, რაზეც ალბათ არასდროს ილაპარაკებთ. არის რაღაც ინფორმაცია, იქნება ეს თუ მათ შორის თქვენი ანალიზის ნაწილიც, სწორედაც იმიტომ, რომ რაღაც ცოდნა გაქვთ კონკრეტული. და ამის მიუხედავად მე მაინტერესებს
აი მე რომ ვიყო მიჭის წარმოდგენა, იმიტომ რომ თვლი რომ რაღაც გარკვეული თვისებები არის საჭირო იმისთვის, რომ ამ სისტემაში ადამიანმა იმუშაოს. სპეციფიკურ თვისებებს გულისხმობ, არა ცუდს და ან რაღაც კარგს და ასე შემდეგ. აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ პროფესიონალი, უსაფრთხოების, რა ქვია, მუშაკი. პროფესიონალი გამოცდილებით, ვარ პატრიოტი ჩემი ქვეყნის და მუშაობ სისტემაში. მიზეზების გამო ვერ წამოვედი თუ არ წამოვედი და ვარ ჯერ კიდევ იქ. რა არჩევანი მაქვს მე? პირველი შეკითხვა. როგორ გამსაზღვრავ მე, რით ხელმძღვანელობ მე, როცა მინდა განვსაზღვრო რა არის საფრთხე? დიახ. რით ხელმძღვანელობ? სტრატეგია, კონცეფცია არ არის? კონსტიტუცია არის და კიდევ რა არის? ანუ რა ცოდნა მაქვს მე როგორც ამ სისტემის ნაწილს? კონცეფციით დავიწყოთ, ანუ რეალურად ეს დოკუმენტი არსებობს 2011 წლით დათარიღებული, 2013 წელს მოხდა მასში მცირედი შესწორება და ამ პერიოდიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით ამ დოკუმენტმა განახლებული ვერსიით, ასე ვთქვათ, ვერ ჰპოვა გასაჯაროება სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით უნდა ხელმძღვანელობდნენ, დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელობენ 2011 წლის კონცეფციით. მას შემდგომ სასახად ნათელია, რომ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ნაწილში. საუბარი მაქვს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც იყო 2014-ში, ისლამური სახელმწიფო, სირიაში მიმდინარე პროცესები, თურქეთში განვითარებული მოვლენები და ასე შემდგომ, ყარაბაღის კონფლიქტი და ასე შემდეგ. რეალურად კონცეფცია სწორი მიდგომის შემთხვევაში მუდმივად განახლებადი უნდა იყოს, სასურველია დღეს არსებული გლობალური პრობლემების ფონზე, სასურველია ყოველწლიურად ხდებოდეს მისი განახლება, ეს არის ასე ვთქვათ საწყისი წერტილი, საიდანაც ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შემავალი თითოეული ორგანიზაცია მისი კომპეტენციისა და ფუნქციის ფარგლებში იღებს კონკრეტულ მითითებებს დავალებას თუ რა პროდუქტი უნდა შექმნან მომავალი წლისთვის, ან ვთქვათ 3 წლის ვადაში, ან 5 წლის ვადაში. ჯერჯერობით ეს დოკუმენტი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრემიერების ხელმძღვანელობის ქვეშ სამუშაო რეჟიმში განიხილებოდა, იქნებოდა გარკვეული ტიპის მოდელები, გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, განახლება ხდებოდა საფრთხეებისა, თუმცა შემდგომში ვერ ხორციელდებოდა ამ დოკუმენტის რეალურად პრაქტიკულად რეალიზება და ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ, დამტკიცებული ფორმით ჯერჯერობით შემოგჩა მხოლოდ 2013, ასე ვთქვათ, პირობითად 2013 წლის მდგომარეობით. ასევე უსაფრთხოების სფეროში მყოფ, გავაგრძელებ თქვენს კითხვაზე პასუხს, უსაფრთხოების სფეროში მყოფ ოფიცრებს, რომლებსაც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დგანან, ვთქვათ, და აქვთ სურვილი იხელმძღვანელონ გარკვეული ტიპის განახორციელონ გარკვეული ტიპის მოქმედებები, პირველ რიგში უნდა გაეცნონ კარგად იმ ინფორმაციას, რომელიც მათ ხელთ ხვდება და ასე ვთქვათ, შიდა უწყებრივი დამუშავების პროცესში იკვეთება გარკვეული ტიპის რისკები, გამოწვევები, საფრთხეები, რომლებიც შემდგომში იგზავნებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელიც ადგენდა საერთო სურათს. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არსებობს. 1 სექტემბრიდან მგონი. გაუქმდა. შეიძლება ბევრმა არც იცის, ვინც გვიყურებს. აღარ არსებობს ეს საკოორდინაციო საინტერესო ორგანიზაცია. სათათბირო ორგანო, სადაც თავმოყრილი იყო რამოდენიმე უწყება, რომელიც ზოგადად პასუხისმგებელი იყო ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე, საგარეო საფრთხეებზე, საგარეო ორიენტირზე და ასე შემდგომ. იყო ასე ვთქვათ, პერიოდულად მოდიოდნენ მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც დარგობრივ თემებზე მუშაობდნენ და მე პირადად მქონია შეხვედრობა ამ ორგანიზაციასთან, საკმაოდ აქტიური და მასთან თანამშრომლობა იყო საინტერესო. დაკომპლექტებული იყო კვალიფიციური კადრებით, მცოდნე ასე ვთქვათ, პირადი შემადგენლობით, რომლებიც დღეის მდგომარეობით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გადანაწილებულები არიან სხვადასხვა უწყებებში და ვთქვათ, ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ და ალბათ იქ გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. თუმცა ვთვლი, რომ გადაწყვეტილება ამ საბჭოს გაუქმებაზე მით უმეტეს დღეს, ანუ პირობითად დღეს არსებულ ვითარებაში იყო არასწორი საქართველოს სახელმწიფოს იმ გამოწვევებისა და იმ პრობლემების ფონზე, რაც მის გარშემო არსებობს, ასეთი ტიპის დამოუკიდებელი მრავალი უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, განსხვავებული ხედვებისა და აზრების მქონე სპეციალისტების სათათბირო ორგანო აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს იძლევა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებისაგან
სახელმწიფოს დაცვის მექანიზმს და იქ იყო ჯანსაღი, ასე ვთქვათ, დისკუსიები რიგ საკითხებზე და რიგ გამოწვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო. ვის რას უშლიდა? მე მინდოდა ისიც მეთქვა, მე ხშირად მესმოდა კრიტიკაც არაეფექტიანობაზე, არა, ვთქვათ, არა ოპერატიულობაზე, ასე იყო რაღაც ვითარებები, როცა ესე ისმოდა, ჰაერში იყო კითხვა, რატო არ იკრიბება, რატო არ იკრიბება. იყო მოწოდებები, რომ რატო არ იკრიბება, რატო არ აკეთებს შესაბამის განცხადებას და ასე შემდგომ. თუმცა შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, რომ ეს ორგანიზაცია თავის ამოცანას ასრულებდა შიდა სამუშაო რეჟიმში, მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში, კონკრეტულად ჩემს მაგალითზე, იმ უწყების მაგალითზე ვიტყვი, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას ჰქონდა პირდაპირ კომუნიკაცია ყველა იმ გამოწვევასთან, საფრთხესთან, მოსალოდნელ რისკებთან, შესაძლო ინფორმაციის დამუშავების ნაწილში ამ უწყებასთან და იყო ასე ვთქვათ აქტიურ კოორდინაციაში, ვიღებდით კონკრეტულ მითითებებს, ვიღებდით კონკრეტულ დავალებებს, რა საკითხებზე უნდა გაგვეკეთები აქცენტი, რა იყო პრიორიტეტი იმ კონკრეტულ მომენტში, ხოლო რატომ არ აკეთებდა ეს ორგანიზაცია გარკვეული ტიპის განცხადებებს და თავისი საქმიანობის შესახებ რატო არ ასაჯაროვებდა საზოგადოებრივ ინფორმაციას, ეს უკვე ამაზე მე პასუხი არ მაქვს. ვერ გეტყვით. თუ გაქვთ პასუხი იმაზე, რაც შეიძლება ვთქვათ, ჩვენ არ ვიცოდეთ და ვერ ვაფასებდეთ სათანადოდ, რა იყო მიზეზი, ვის რას უშლიდა, ანუ გავიმეორებ შეკითხვას. თავის დროზე დასავლელი პარტნიორების მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებული ორგანო, მათი რეკომენდაციით და მხარდაჭერით იყო შექმნილი ეს ორგანიზაცია, სათათბირო ორგანო. თუ არ ვცდები, ერთი პერიოდი ექვემდებარებოდა პრეზიდენტს, შემდგომში გადავიდა მისი ასე ვთქვათ დაქვემდებარება პრემიერ-მინისტრის ქვეშ და ხელს არავის არ უშლიდა. პირიქით კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო საკმაოდ საინტერესო ფორმატი, რომელიც განსხვავებული ინფორმაციის, განსხვავებული ხედვის, პროფესიისა და ცოდნის მქონე ხალხს თავს უყრიდა. ეს გავიგე, ანუ რომ საჭირო იყო და ფაქტია რომ ვიღაცა ჩათვალა რომ საჭირო არ არის და ამიტომ ვიკითხე ხელს ვის უშლიდა. ალბათ იმან რა პირობებშიც და როდესაც მოხდა გაუქმება, ალბათ მაგ დროს ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზაცია ხელს უშლიდა, ეს საბჭო ხელს უშლიდა კონკრეტული მოქმედებების თუ გადაწყვეტილებების მიღებას. ალბათ. და ხო მე ისევ გავაგრძელებ ჩემს იმ პირველ როლს, რომელიც ავიღე, ვარ თანამშრომელი, პროფესიონალი, როგორც ამიხსენით, მაქვს რაღაც საფუძვლები და განმარტებები, გარდა ჩემი ალღოსი და გამოცდილებისა, რა არის საფრთხე, ვინ შეიძლება, რა შეიძლება იყოს ჩაითვალოს საფრთხედან, საფრთხის არსებობის ნიშნად ქვეყანაში და მაგალითად ჩავთვალე რაღაც მომენტში რომ აღმოვაჩინე და ესე ვთქვათ გამოვავლინე კონკრეტული საკითხი. დიახ. და რა გაგეღიმათ თქვენ მაყურებელი ვერ გხედავდათ სათაური რომ თქვი ვის შესჩივლოს მზვერავობა თქო და პროტოკოლურად ცხადია ვიცი ვისთან უნდა მივიდე ჩემი მითი პატაკით და ასე შემდეგ ამ ინფორმაციით, მაგრამ რამდენად დაცული ვარ მე პროფესიონალი პატრიოტი თანამშრომელი. გააჩნია ინფორმაციის ხარისხს დავიწყოთ აქედან. თუ ინფორმაცია არის კრიტიკული მნიშვნელობის და ასე ვთქვათ პირდაპირ კავშირში ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან, საკმაოდ რთული იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება. პროტოკოლურად ნამდვილად მასია, ხდება უშუალო ხელმძღვანელობის ინფორმირება და ასეთი მკაცრი ვერტიკალური მართვის პირობებში ინფორმაცია ადის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთან და შემდგომში ხდება ქვეშ სვლით ასე ვთქვათ ჩამოშლა თუ რა ტიპის მოქმედებები უნდა მიიღოს. დღეს მდგომარეობით გამიჭირდება იმის თქმა თუ ვთქვათ სიტყვაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოსული სენსიტიური ტიპის ინფორმაცია რა ტიპის რეაგირება შეიძლება მოახდინოს თუნდაც უსაფრთხოების სფეროს ან დაზვერვის სფეროს წარმომადგენელმა. კარგად უნდა შეაფასოს რა ტიპის რისკები შეიძლება გაჩნდეს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით და შემდგომში იმოქმედოს გამოვიდეს ეროვნული ინტერესებიდან, გამოვიდეს იმოქმედოს საკუთარი ქვეყნის თავისი მომავლის გადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ რას გააკეთებს, საკმაოდ ძნელი სათქმელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამოკიდებულია რა ტიპის ინფორმაციასთან აქვს
კავშირი. დღეს ჩემი ასე ვთქვათ პროფესიული შეფასებიდან გამომდინარე შეიძლება ვიტყვი ალბათ რომ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ნომერ პირველი სახელმწიფოზე საუბარი მაქვს რუსეთის ფედერაციაზე, მის აქტივობებთან დაკავშირებით შემოსულნი გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე სწორი სწრაფი რეაგირების მიღწევა გარკვეულწილად გაჭირდება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ჯერ ასეთ ტიპის ინფორმაციის მიღება გაჭირდება გარკვეულწილად და შემდგომში ამაზე სწორი რეაგირება. არ ვიცი, ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება საკითხის მიმართ და იმედია ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების სფეროს ან თუნდაც სადაზვერვო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან. ეს განცდა თუ აღქმა არ ვიცი სუბიექტურიო ხაზი გავუსვით ორჯერ. თქვენი აქ სუბიექტური აღქმა მნიშვნელოვანია ფიქრობ იმ გამოცდილების გათვალისწინებით რაც გაქვთ და ცოდნის. რატომ გაჭირდება ასეთი ტიპის ინფორმაციის მიღება? ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი ინტერესების განხორციელების მიზნით საკმაოდ კარგად გრძნობს თავს დღეს საქართველოში და საკმაოდ აქტიურად იყენებს სხვადასხვა ტიპის მექანიზმებს საკუთარი ინტერესების განხორციელებისათვის. ეს არის დაწყებული, ვთქვათ, უმაღლესი რგოლებიდან დასრულებული სხვადასხვა სფეროში საკუთარი ინტერესების გამტარებელი პირების ინფილტრაცია, მათი აქტიურობა. ეს არ არის ახალი მოვლენა, ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა. ჩვენს უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებს სამსახურებს მუდმივად ჰქონდათ ათეული წლების განმავლობაში ინფორმაცია თუ რა ტიპის ინტერესები ჰქონდა რუსეთის ფედერაციას, რა ტიპის მექანიზმებს იყენებდნენ, როგორი იყო მათი შესაძლებლობები. ისინი მუდმივად შეეცდილობდნენ, შეეცდებიან და აუცილებლად გააკეთებენ დღესაც თუ ამის შესაძლებლობა ჩვენ მივცემთ. თავარია როგორ მოქმედებს მეორე მხარე, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს რა ტიპის გადამზღვევ მოქმედებებს ახორციელებს იმისათვის, რათა შეზღუდოს რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების, პოლიტიკური ისტაბლიშმენტის, სხვადასხვა მათი იდეოლოგიის განმახორციელებელი უწყებების მოქმედებები საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს ტერიტორიაზე. და სწორად მგონია, რაც დასაწყისში ესე ვთქვათ, თქვი, რომ სისტემაში არიან რჩევიან პროფესიონალი პატრიოტი ადამიანები? თანამდებობებით შემიძლიათ გითხრათ, რომ სისტემაში არიან მაღალი კვალიფიკაციის მცოდნე გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც მრავალი ათეული წელი მათ შორის აქტიურად მუშაობდნენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო საქმიანობისა და სხვადასხვა ტიპის გავლენის ოპერაციების წინააღმდეგ და ახდენენ მათ გადაზღვევას და იღებდნენ ხდებოდა მათი გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და კონტრნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რათა რუსეთს არ შეძლებოდა გარკვეული ტიპის მიზნების ეფექტიანად განხორციელება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ გამომეორდები, რომ ამ შემთხვევაში პროფესიონალად ყოფნა და იქ მუშაობა არ ნიშნავს, რომ მათ ეძლებათ შესაძლებლობა განახორციელონ რიგი მოქმედებები, რომელიც გადააზღვევდა დამატებით, თქვათ, მომავალ რისკებს. თავარი არის აქ საკითხი, ანუ უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლები, როგორც წესი, იღებენ მითითებებს და დავალებებს და მოქმედებენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული მიზანშეწონილობიდან განსაზღვრული ამოცანებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათ თუ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ისინი იყვნენ აქტიურები, აგრესიულები, ბრჭყალებში აგრესიულები, მოწინააღმდეგის მიმართ, მათ ამის ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნიათ, როდესაც როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული, ასევე სხვა ტიპის რესურსებიც. თავარია არსებობდეს სწორად განსაზღვრული მიზანი, დაითქვას ვინ არის ქვეყნის მოწინააღმდეგე, რა ტიპი გამოვლინდეს, რა ტიპის მექანიზმებს, საშუალებებს იყენებენ საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის და პარალელურად ჩადგან ეგრეთ წოდებული გადამზღვევი ბადეები იმისათვის, რათა მათ ვერ შეძლონ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მიმართ გარკვეული ტიპის ასე ვთქვათ, სხვავე აქტივობების განხორციელება, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ტექნიკურ კლასიკური გაგებით სპეცსამსახურების დონეზე. მე კი რაღაც ნაწილობრივ ვარღვევ პირობას, მაგრამ დავსვამ შეკითხვას და თქვენი ნება უპასუხებთ თუ არა. რადგან ამ თემას, რადგან ასე აღწერთ და ლაპარაკობთ, ის პერიოდი, რაც იმ პერიოდის ჩათვლით, რაც თქვენ იყავით სისტემაში, ახერხებდით ამას? ჩვენ გქონდა გარკვეული ტიპის ინფორმაცია და გქონდა საკმაოდ აქტიური კოოპერაცია უსაფრთხოების სისტემაში შემოვალ სხვადასხვა უწყებებთან საქართველოს მასშტაბით.
პირველად ნაწილში საქართველოს მასშტაბით გარკვეული ტიპის ინტერესებზე და გარკვეული ტიპის აქტივობებზე საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტულად ჩვენ დამიმტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი კომპონენტი, რომ ჩვენარი ტიპის ქვეყნებს გარკვეულწილად უჭირთ იმ ტიპის გამოწვევებთან მარტო ბრძოლა, რომელიც დაკავშირებულია, რომელიც მოემართება ჩვენი ისტორიული მოწინააღმდეგის მხრიდან. აქ შემოდის უკვე მეორე კომპონენტი, ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ ფურცლზე დატანილი ლამაზი სიტყვები, ეს საქმეშიც გამოცდილი უნდა იყოს და ჩემი პირადი მაგალითით გეტყვით, რომ ეს საქმეში ნამდვილად გამოცდილი იყო. ის ორგანიზაცია, სადაც მე ვმუშაობდი, ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი, ასე თქვათ, საკვანძო რგოლი სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის ნაწილში, იმ საფრთხეების ირგვლივ, რომლებიც ჩვენ რეალურად გვქონდა რეგიონში. და ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეხმარებოდნენ როგორც ინფორმაციულად, ასევე კვალიფიციური კადრების გადამზადების ნაწილში, ასევე ამ ინფორმაციაზე სწორი, ადეკვატური და დროული რეაგირების უზრუნველყოფის ნაწილში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე იმ საკვანძო დედაქალაქებში, სადაც ზოგადად რეგიონთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებიც ხდებოდა. თქვენ ბრძანდებოდით სისტემის, ასე ვთქვათ, ნაწილი სისტემიდან მოსული გაზრდილი მაღალჩინოსანი იყავით და თქვენს შემდგომ, ასე ვთქვათ, თქვენი გათავისუფლების შემდგომ 2024 წლის აპრილის დასაწყისში იყო ეს ბრძანება ირაკლი ყობახიძის, ანუ დაგნიშნათ ირაკლი ღარიბაშვილმა გაგათავისუფლოთ ირაკლი ყობახიძემ, როგორც ბრძანეთ 3 წელიწადზე მეტი, ხო? იყავით უფროსი სადაზვერვო სამსახურის. ეს შეიძლება ბევრისთვის ისეთი საყურადღებო არ აღმოჩნდა, მე გულისხმობ პოლიტიკით, არა პოლიტიკით მაინც და მაინც ძალიან დაინტერესებული ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველამ დავინახეთ და შევნიშნეთ ეს ცვლილება. და თქვენს შემდეგ დაინიშნა ბატონი ბერაია და ამის შემდგომ უკვე სისტემაში არ მხოლოდ დაზვერვის სამსახურს გულისხმობ, გარდა იმისა, რომ კიდევ სტრუქტურულად ეს სამსახური შემდეგ დაექვემდებარა სუს და სუსში სუსის ხელმძღვანელების ქვეშ აღმოჩნდა სამწუხაროდ ეს ორგანიზაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში. ხო და რეფორმის მიზანი რეფორმა საჯაროდ გაცხადებულად იყო რეფორმის მიზანი არის საჯაროდ როგორც გაცხადდა რეფორმის მიზანი იყო სამსახურის კონკრეტულად დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მისი გაძლიერება. არაერთი მოსაზრება დავაფიქსირე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ თქვი, რომ ქართულ რეალობაში დაზვერვის სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული. დღევანდელი ჩემი შეფასებით დაზვერვის სამსახური ამ რეფორმის შედეგად კი არ გაძლიერდა, პირიქით დასუსტდა, დაკარგა თავისი ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია დასავლურ ქვეყნებთან სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში და შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ის ორგანიზაციები, რომლებმაც შეიწოვეს დაზვერვის სამსახური, ალბათ უახლოეს პერიოდში რამოდენიმე თვეში, ჩემი პროგნოზით, პრაქტიკულად გახდებიან დომინანტები და დაზვერვის სამსახური სიმბოლურად შეძლებს მის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, იგი გახდება, არაერთ გზის მithქვამს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული ძლიერი სტრუქტურული დანაყოფების დამხმარე ტექნიკური დეპარტამენტი. მიუხედავად იმისა, სამართლებრივად მას ექნება რაღაცა განსალკეველი სტატუსი, როგორც დღესა აქვს თუ ასეა, მაინც ქართულ რეალობაში ეს თემა ასე ვერ მუშაობს. იყო შემთხვევები და ვერ იმუშავა. სწორედ რეალობის გამო სვამ კითხვას და ალბათ ბევრს გაუჩნდება, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ იმ რეალობის გათვალისწინების სწორედ რომელშიც ვართ ფორმალურად ვის დაქვემდებარებაში იქნებოდა თქვათ პრემიერ-მინისტრი, ხო? აქ მანამდე და ახლა უკვე სუსის ხელმძღვანელი. რა მნიშვნელობა აქვს რომელთან მივიდოდა მაგალითად დაზვერვის სამსახურის უფროსი პრემიერ-მინისტრს ეძებოდა შესაძლებლობა მას ქონოდა სურვილი შემთხვევაში ალტერნატიული ინფორმაციის წყარო და არ ყოფილიყო ასე თქვა და დამოკიდებული კონკრეტულად ერთი პირის ან რამოდენიმე პირის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხზე თუ შინაარსზე და პარალელურად კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ორგანიზაცია თავისი არსიდან გამომდინარე იყო საკვანძო მოთამაშე დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში არა მარტო დასავლელ რეგიონალურ მოთამაშეებთან თანამშრომლობის ნაწილში და აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა რომ
ზოგადად მათთვისაც უკეთესია, როდესაც არსებობს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რომ მას გქონოდა გარკვეულწილად გარკვეულ ინფორმაციაზე სწორი სხვაგვარად შეხედვის, სხვაგვარად შეფასების შესაძლებლობა და პარალელურად დაეტოვებია გარკვეული ტიპის არხები დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისათვის. დღეს ეს შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ზოგადად მართალს ბრძანებთ, ეხლა თუ არავის აზრი და არავის ხედვა არავის არ აინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქნება ენერგეტიკის სამინისტროში თუ სხვა რომელიმე უწყებაში. თუ მისი კულტურისაც შეიძლება ხოლმე. რატომაც არა, არსებობს ზოგადად სოფლიო პრაქტიკაში, სადაც ისეთ საინტერესო ორგანიზაციებში არიან ინტეგრირებული. თუმცა იქ ინარჩუნებენ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და იმ სამინისტროს პირველ პირებს არ აქვთ დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში არანაირი ჩარევის უფლება. ჩარევის შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ქართულ რეალობაში ეს ასე ვერ მოხდება და ქართულ რეალობაში მოხდება ის, რასაც ვამბობ, დაზვერვის სამსახური გახდება ასე ვთქვათ, დამხმარე სტრუქტურული ერთეულის სხვა დიდი სპეციალური სამსახურებისა. სამწუხაროდ. მე მინდა მაყურებელს ცოტა კი დამეგვიანდა ეს შეხსენება, მაგრამ გთხოვოთ, თუ კი თვლით საჭიროდ, რომ მეტმა დაინახოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ეს საუბარი, თუ შეიძლება რომ მოიწონოთ ან გააზიაროთ ჩვენი ეს სტრიმი, ასევე შეგიძლიათ მოიწეროთ თქვენი კომენტარები და შეკითხვები, რომლებსაც მე საუბრის დროს მივაქცევ ყურადღებას. რა თქმა უნდა, საუბრის დასრულების შემდეგაც დიდი ყურადღებით ვეცნობი ხოლმე გამოხმაურებებს. ნებისმიერი არის ხოლმე საინტერესო, იქნება ეს კრიტიკა, გამხნევება, შექება თუ ასე შემდეგ. ვითარებაში და მე ეს ვახსენე დასაწყისშიც, როცა ვიდრე სხვა მიმდინარე, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ამბებზე გადავალ, ვითარებაში, როდესაც ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევას უწოდებდნენ აქამდე ლიანდაგიდან გადასვლას, მაგრამ რეალურად ვაკვირდებით პროცესს, როცა ხდება ევროინტეგრაციის მიზნის საპირისპირო მიმართულებით სვლა. უკან რაღაც ცოტა მარჯვნივ, ცოტა მარცხნივ არ აქვს მნიშვნელობა, წინ არ არის, უკუსვლა. უკვე შეიცვალა ხო ეს სიტყვა derailment შეიცვალა უკუსვლით, ხო? და უნდა ვთქვა ასევე, რომ ძალიან კრიტიკული იქნება, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ის ანგარიში, რომელიც ეხლა უკვე პროცედურულად გადაცემულია, როგორც ვნახე მე ინტერნეტში, გაშვებულია ევროკომისიისგან, ასე ვთქვათ, გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში, სულ მალე იქნება ევროპული საბჭოს მორიგი შეკრება და იქ უკვე ამის შემდეგ გასაჯაროვდება დეტალები ამ ანგარიშისა და ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, რომ არის უკიდურესად კრიტიკული, განსაკუთრებით სწორედაც აი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფის კუთხით და სახელმწიფო ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარების კუთხით. ეს შემიძლია რაღაცნაირად ზოგადად შევაჯამოთ და რა თქმა უნდა რადიო თავისუფლება მოგაწვდით თავის დროზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ამ ანგარიშის შესახებ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც ხდება ამ კონსტიტუციით გამტკიცებული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოსახლეობის და მოქალაქეების ნებით, უმრავლესობის ნებით გამყარებული ეს საგარეო კურსს ვუწოდებთ, მაგრამ რეალურად ეს არის არჩევანი ქვეყნის დასავლური არჩევანი, ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, ქვეყნის არჩევანი, რომ ადგეს პროგრესის გზას, რასაც მოაქვს, რაც ბევრი რამისგან შედგება და პროგრესი არ მოაქვს, არც ბოროტებას, არც ჩაგვრას, არც უკანონობას, არც ერთპიროვნულ მართლობას, არც თავნებობას, არც პარტიული ინტერესების მსახურებას და ამას არ მოაქვს. პრაქტიკულად არ მოაქვს. ეს არის რეალობა, არ ყოფილა სხვა პრეცედენტი. სახელმწიფოსთვის არ მოაქვს. შეიძლება ადამიანების ერთი ჯგუფი თვლიდეს, რომ აი კეთილდღეობა მოვიპოვე და არ ვიცი მე, ფუფუნებას ვინ რას უწოდებს კიდევ ხარ მინდა ძალიან გადავარდე. სასურველია კეთილდღეობა საჯარო ყოფილიყო და ასე ვთქვათ, ყველასათვის ხელმისაწვდომი. ხო, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ადამიანის კეთილდღეობა თუ კი ირგვლივ უამრავი უკმაყოფილო უბედური
და პერსპექტივო განვითარების ხო შანსის არ მქონია. რა ვიცი, რანაირად ხარ კეთილდღეობაში ვეგეთ დროს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ხო ერთი ჯგუფი თulidas არ ხდება ასეთი რამ, არ არის კანონზომიერება, მარტივი რამ არის. და ასეთი რაღაც რომ ხდება, უკვე შედეგი რომ სახეზეა, უკვე პარტნიორები რომლებზეც არის, რომლების შეფასებაზე, დამოკიდებულებაზე, გადაწყვეტილებებზე არის ასე ვთქვათ, ამას ეფუძნება შენი პერსპექტივა ეს და წინსვლა და ასე შემდეგ, უკვე ისინი პირდაპირ აცხადებენ, წყვეტენ კონკრეტული ტიპის მაღალი დონის ურთიერთობებს 1000 გადაწყვეტილებაა მიღებული, პირდაპირ ტექსტებია ნათქვამი. აქედან ისე ვისვარ მე პროფესიონალი პატრიოტი. დიახ. ზვერავი. და ვარ ახლა უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელი და ვარ ასე და ვიყურები აქეთი კიდე კი ხვდები რაც ხდება, მაგრამ ხო და აქედან მესმის ეს deep state-ის ლეგენდა, იქიდან რეალობას ვხედავ რაც არის, ცხადია მე იმ ლეგენდის როგორ მჯერა, მაგრამ რას ვაკეთებ? რა გასაქანი მაქვს? რა პრიორიტეტი მაქვს? იმიტომ დავიწყე მე თქვა საფრთხის განსაზღვრით, რომ ეს საფრთხე, როცა უსაფრთხოების სფეროს ახსენებენ ხოლმე, იქ აუცილებლად რაღაც ჯაშუშები რომ ვის უნდა გამოავლინონ რაღაც ადამიანები ჯაშუშებით სხვა ქვეყნის როგორც წესი, მე შეიპყრონ სკანდალური რაღაც იმითი გადასცენ წარმომავლობის ქვეყანას და ასე შემდეგ. მაგრამ როცა იმ ხოლმე ეგეთი რაღაცებია. რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ხომ ერთი ნაწილია და ისიც პატარა მაგ პროცესის პატარა ნაწილია, რომელიც საჯაროვდება როგორც წესი, ხო? ამასაც თავისი დატვირთვა აქვს გასაჯაროების ნაწილს. მე ასე ვხვდები. გარედან მაყურებელი ამ დროს რას ვაკეთებ? აი რით ხელმძღვანელობთ თუ საფრთხეების სფეროს თქვათ კვალიფიციური თანამშრომელი მივა იმ დასკვნამდე ან აქვს ინფორმაცია რომ სადღაც ქვეყანაში არსებობს არსებითი პრობლემა და ამ შემთხვევაში ეს არის ნამდვილად პრობლემა, როდესაც ქვეყანა მაქსიმალურად შეორდება უმრავლესობის მიერ და ზოგადად კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანის აღსრულებას, მან უნდა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ხა ძალიან ძნელია რა და არსებობს მაგალითები და მან უნდა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ხმამაღლა თქვას ამ პრობლემის შესახებ, არჩიოს პირადი ინდივიდუალური კეთილდღეობა თუ შექმნას გარკვეული ტიპის საფუძვლები საკუთარი მომავალი თაობის, საკუთარი შვილების, ჩვენ შვილებზე თუ არა, საკუთარ შვილებზე მაინც იზრუნოს და გადადგას გარკვეული ტიპის ნაბიჯები, რაც პატარა ნაბიჯს, თქვათ, ან რაღაცა ერთწამიან ეფექტს, ან ერთწუთიან ეფექტს მოახდენს ჩვენი სვლისკენ ევროპული მომავლისთვის და ევროპული მომავლისკენ. შესაბამისად, ეს მათი პირადი გადასაწყვეტია, რეალურად რაც უნდა ქნან, ამხილოს, გამოვიდეს, საჯაროდ თქვას, შეწყვიტოს საქმიანობა და გაერიდოს ყველაფერს, ან ზოგადად გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას, რომ ეს არის პრობლემა, ან შეეგუოს იმას, რასაც შეეგუება, როდესღაც 10, 15, 20 ან 25 წლის მერე თქვათ, განმეორებით იგივე შესაძლებლობების გაჩენისა და უკვე ახალი თაობის და სხვა თაობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის რაღაცა თემის გადაბარების ნაწილში. მე პირადად ვურჩევდი იმ ხალხს, რომლებიც ხვდებიან და იციან, რომ არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და ზოგადად ან აღარ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ან ზოგადად, რა ვიცი, გადაწყვეტონ და პირადი კეთილდღეობა უჩვენიათ თუ საზოგადო კეთილდღეობა, ქვეყნის კეთილდღეობა. კიდევაც ჩვენი ინტერვიუის დასაწყისში ვთქვი, რომ მიიღონ გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. კვალიფიციური კადრი ნიშნავს იმას, რომ იგი აფასებს ვითარებას, მას აქვს ინფორმაციასთან, სენსიტიურ და საინტერესო ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობა. ეს ის შემთხვევა, როდესაც აღარ არის უკვე საუბარი სენსიტიურ თემებზე, იმიტომ რომ ზოგადად ხელის გულზე დევს ყველაფერი და ცხადზე უცხადესია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რითი ხელმძღვანელობენ ამ კონკრეტულ მომენტში და რატო არ იღებენ რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს? ძნელი საქმეა, სამწუხაროდ ალბათ მაინც მატერიალურ და რაღაცა პირადი კეთილდღეობის თემებთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ. გადაწყვეტილებას რას უწოდებთ? სისტემიდან წამოსვლა, სამსახურიდან წამოსვლა? თუნდაც სამსახურიდან წამოსვლა, ან იმ პროცესში არ მონაწილეობა, რომელსაც ისინი თვლიან, რომ შეიძლება იყოს პრობლემური. ან რაღაც აქტიურ კოოპერაციაში შესვლა და საკუთარი ხელმძღვანელობის, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დარწმუნება იმაში, რომ რისკები იზრდება და ამ რისკებს შეიძლება მოყვეს გარკვეული ტიპის მოქმედებები. დამტებითი ინფორმაციის მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ გაამყაროს საკუთარი გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციით.
არსებობს მთელი რიგი მექანიზმები. ერთია დარჩე სისტემაში და იმუშაო იმისათვის, რომ დაარწმუნო გადაწყვეტილების მიღები რისკებთან, გარემოებებთან და ფაქტებთან დაკავშირებით. მეორეა შეიგუო ეს ყველაფერი და შეირგო და მესამეა როგორ შევირგა ახლა თუ ხვდები რაც ხდება ვარა. ნუ საკუთარ თავთან იმუშავებ და შეირგებ რა ბოლო-ბოლო რა. თუმარე ტანჯვაში. მესამე არის გაერიდო ამ ყველაფერზე ზოგადად არ მიიღო მონაწილეობა და მე მაგალითად რა ვიცი ვფიქრობ რომ თუ არსებობს იმის პოტენციალი და შესაძლებლობა რომ გარკვეულწილად დამატებითი მტკიცებულებები, დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ იმ რისკებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლის წინაშედაც ჩვენ შეიძლება ძალიან მალე აღმოჩნდეთ ჩვენი სახელმწიფო, მოიპოვონ ეს ინფორმაცია და გამართონ აქტიური კონსულტაციები გადაწყვეტილების მიღებ პირებთან, თუნდაც დახურულ ფორმატში და დაარწმუნონ, ანახონ რისკები, გამოწვევები და საფრთხეები, თუ რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში საქართველოს როგორც სახელმწიფო. ხო, თუნდაც ეხლა ასე წარმომიდგენია იმ რისკის ფასად რომ შეიძლება მათ ამის გამო, თავიანთ თქვა შიგნით აი ამ აქტიურობის გამო შესაძლოა მოუწიოთ დატოვება თავიანთი ამ სისტემის. მესმის რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როდესაც ასე თქვა სასწორზე დავს სახელმწიფო ინტერესები, ქვეყანა, შენი შვილები, შენი მომავლის თქვა მომავალი მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ცხოვრება რთულია და ეხლა ასე თქვა მარტივი არ არის განსაკუთრებით, როდესაც სპეცსამსახურებში მუშაობ და როდესაც შენ წვდომა გაქვს იმასთან, რაც შენ გაძლევს გარკვეული ტიპის კომფორტს, უფრო მეტ კომფორტს იმისათვის, რომ სწორად დაინახო რა პროცესი ხდება შენს ირგვლივ და შენს გარშემო. შესაბამისად ისინი ვალდებული არიან ესეთი ნაბიჯი გადადგან და მაქსიმალურად გააზიარონ ის ინფორმაცია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების თემებს ემსახურება და დაარწმუნონ გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომ ამ ტიპის მოქმედებებს შეიძლება მოხდეს ასეთი ტიპის გართულება, მასშტაბები და ასე შემდეგ. ხო, სხვაგვარად სცადონ მაინც, დიახ. რადგან ხო ეს ზედაპირზე დევსო ახლა ბევრი ისიც არ არისო და დახურული ინფორმაციაც აქო საჭირო და რაღაც სიღრმეებში ძებნა. ზედაპირზე რაც დევს, ხომ იმაზე ვიტყვი. საკუთარი თავის ციტირებას რო იწყებენ ხოლმე ხო იქ ცოტა რაღაც ეჭვები მიპყრობს, მაგრამ რისი თქმა მინდა სულ ანუ ამ საქმიანობას ვეწევი ასე ვთქვა, დიდი ხანია რაც არის ჟურნალისტიკა და ინფორმაციასთან მაქვს და ინფორმაციას ვამუშავებ, ხო გარდა იმისა რომ ვიპოვებ, თქვა ვესაუბრები ადამიანებს, რაღაცას ვკითხულობ და ასე შემდეგ, რაც არის თქვა წყაროები, სულ მაქვს განცდა რომ ინფორმირებული, ანუ რეალურ ინფორმაციას გულისხმობ, რეალობის ამსახველ ინფორმაციას და ანალიზს, ინფორმირებული ადამიანი უფრო დაცულია, ის ერთი ადამიანიც, შემდგომ თუ გავაფართოვებთ საზოგადოებაც და ქვეყანაც. ეს არის თქვა პროფესიონალური მედია ორგანიზაციის მისია ნებისმიერ საზოგადოებაში. და როცა ზედაპირზე რა დევს საქართველოში, როცა ხდება კონკრეტულად ხელისუფლებაში ძალაუფლების მქონეთა მიერ ასეთი აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება. არ ვიცი, დეზინფორმაციაც აღარ არის რაღაცა, არ ვიცი, რაღაცნაირი საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რაღაც, ანუ პირიქით ქვია ყველაფერს სახელები ის მეგობარი მტერი გახდა, ეს ბევრმა აღწერა. სახე იცვალა მთელმა რიგმა გარემოებებმა. ხო, მეგობარი მტერი გახდა, მტერი არ არის, ის რა ქვია, თეთრი შავია, ძალადობა, რა ვიცი, სიკეთეა და ასე შემდეგ. ხო, ნაწილ ხო შემოკლება მინდოდა და რაღაცნაირად უშნოდ გამომივიდა. მაგრამ მოუხეშავად უბრალოდ, მაგრამ ხო, ვთქვათ, კონკრეტული ადამიანები, აი, რის თქმა მინდა კიდევ ვთქვათ, ძალადობაზე როცა ვამბობ, კონკრეტული მოქალაქეები ნაწილი უკვე გამოვიდა იზოლატორებიდან, მაგრამ კიდევ ემატება ყოველდღე ვიგებთ ადამიანებზე, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი, ყველა არა, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი, ანუ ადამიანები, რომლებსაც ასე კი არ ვიცნობთ, შორიდან ვიცნობთ კარგად. და ფიქრობ ახლა, აი ხა დააკავეს ეს ადამიანი, ფიქრობდა, აი მაგალითად ახლა ვთქვათ, ბოლო რაც მახსენდება ეს, რადგან ეს პირად ცნობაზე მიდგა საქმე, ვთქვათ, გოგა თუშურაშვილი. და იმ დღეს
აი როცა მინდა რომ ავუხსნა სხვას, ვინც ამას უყურებს როგორც ესეთ რუტინას, მინდა ვკითხო რომ აი ხა აი ეს კონკრეტული გამოცდილების, ნიშანთვისებების, უნარების, სულისკვეთების, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ეს ადამიანი, წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და არაერთი მისი მსგავსი სხვადასხვა სფეროდან კიდევ ვიტყვი არავის გამორჩევა არ მინდა, უბრალოდ ეს იყო რომ მორიგი დაკავების შესახებ კიდევ რომ შევიტყეთ. და აი ეს ადამიანი ხარ, რო არის დაპატიმრებული. აი მაგალითად კიდევ ნიკოლას შურღაი ახლა ჩვენი მაყურებელი იცნობს ყოფილა ამ ეთერში და აუცილებლად მოვიწვევ კიდევ. რომ არის თავისუფლება აღკვეთილი. რამე კატეგორიით შეიძლება საზოგადოების რომელიმე წევრმა იგრძნოს თავი უფრო დაცულად. რახან ეს აღიკვეთა ამისი თავისუფლება, ხო, აი სწორი, აი რატომ? ერთი პასუხი მაინც თუ გაქვთ, აი ასეთი მოქალაქეების თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში რა უმჯობესდება საზოგადოებისთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის. რომ საზოგადოება გახდა უფრო დაცული და უსაფრთხო. რა უარესდება ეს შემიძლია და კონკრეტულად შეიძლება ამაზე ლაპარაკი. უარესდება მაგნაბიჯებით და მაგნაბიჯით და როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე თითოეულ ადამიანთან დამოკიდებულების ნაწილში უარესდება და გაუმჯობესების და უსაფრთხოების განცდა. ავიცი, მე არ ვფიქრობ, რომ ვიღაცას თუნდაც სახელდაგვარებს არ ჩამოთვლით, თუნდაც ცალკეულ ინდივიდ და ცალკეულ პირთა დაკავებით გაიზარდა მათი უსაფრთხოება. მე ვასილე ვარამჩიკოვანი დღეს გამოვიდა უკვე. მაგ ლოგიკით შეიძლება ვთქვა, რომ დამძიმდა ჩვენი უსაფრთხოების ნდერო. ხო, გამოდის ხო? ცოტა უნდა ფრთხილად ვიყოთ. ცოტა უნდა ფრთხილად ვიყოთ. შესაბამისად არ მგონია, შესაძლოა სადღაც არსებობდეს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ვინაიდან კონკრეტული პირები დღეს პატიმრობაში არ იმყოფებიან, ეს არის მომეტებული საფრთხე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება და პირიქით ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ ასეთი ხალხს, ასეთი პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ალბათ რუსთაველის პროცესთან დაკავშირებული პრობლემა შესაძლოა ბევრის მიერ აღქმული იქნეს როგორც პრობლემა, შესაძლოა რომ ბევრის მიერ აღქმულია როგორც გამოწვევა და პრობლემა უსაფრთხოების თვალსაზრისით და ხედავთ ბოლო დროს და განსაკუთრებით რამოდენიმე თვის განმავლობაში, რომ სწორედ რუსთაველის პროცესის ასე თქვათ შეკუმშვა, შეზღუდვა და საერთოდ გაქრობა არის მთავარი შიდა პოლიტიკური ამოცანა დღევანდელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტისა და ეს ყველა ნაბიჯი, ყველა მოქმედება მიემართება სწორედ იქითკენ, რომ რუსთაველის პროცესი სიმბოლურად ასე ეწოდა ამ პროცესს, რუსთაველის პროცესი გახდეს, თქვათ, განეიტრალდეს საბოლოოდ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველაზე ჯანსაღი პროცესია, რაც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყნის შიგნით. და ალბათ კარნახობს მათ შორის ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და საზღვარგარეთიდან მომდინარე გარკვეული ტიპის ასე თქვათ მხარდაჭერასაც და ვფიქრობ, რომ სწორედ რომ ბევრმა შეაფასა ეს პროცესი როგორც მათთვის პრობლემური და ახლა იდგმება ყოველდღიური ნაბიჯები იმისათვის, რათა ეს პროცესი გახდეს განულდეს, მაგრამ ეს პროცესი ვერ განულდება. დიდი იმედი მაქვს. ეს ხო მართლა საიდანღაც არ მოიწყო. აი ნინო ლაღიძე, ნინო დათაშვილი, ახლა კიდე მახსენდება ბევრი არა ძალიან ბევრი. აუვალთ ჩამოთვლას ამ ადამიანების რომლების მიმართ ამგვარი მოპყრობის როგორ თქვა შეგუების ხარისხის აწევა და ის რომ აი ეს არის საფრთხე, ესენი არიან საფრთხის მომტანი. ამაზე მუშაობს და კიდევ ერთხელ შემოდის ძალიან კონკრეტულად ინფორმაციის როგორც ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რა ძლიერი ინსტრუმენტია. სამიზნე აუდიტორიაზე ზუსტად ამ ინფორმაციის მიტანა, რათა გააღვივოს ის მასში ჩათესილი, ასე ვიტყოდი თუ ჩანერგილი გარკვეული რაღაცა საწყისი, რომ თქვა საზოგადოების გარკვეულმა წრეებმა იცოდნენ, რომ ნამდვილად ეს ხალხი, რაც ჩვენ უბედურება გვჭირს, არის ამ ხალხის ბრალი, რაც კი კარგი არის იმ ხალხის ბრალი. ეს არის ჰიბრიდული ოპერაციის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და შესაბამისად გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, სწორედ ეგ ვთქვი, რომ თუ სახელმწიფო დგავს სწორ ნაბიჯებს ამ ჰიბრიდული ოპერაციების თუ ჰიბრიდული ჩართულობის საწინააღმდეგოდ, მაშინ ვიღებთ კარგ შედეგს. თუ სახელმწიფო ეხმარება ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელებას და მისი თანაზიარია, მაშინ ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ დღეს. ზიარი კი არა, რა ვიცი. ავანგარდში. ხო.
დამკვეთი ჩვეულებრივად კონკრეტული ჯგუფი, კონკრეტული ძალა, იმიტომ რომ ეს ჰიბრიდული აი ამ მეთოდების გამოყენება როგორც წესი, რა ვიცი, ნორმალურ სახელმწიფოებში ამისი ავტორი, ვთქვათ, წყაროს მიმცემი, დაკვეთის მიმცემი, წარმმართველი არის ხოლმე უცხო მტრულად განწყობილი სახელმწიფო, როგორც წესი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები. და ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად იგივე, ვთქვათ, რუსეთი ამას ახორციელებს მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, მათ შორის კი არა და უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ასე ყველგან განახორციელებს, სადაც ამის შესაძლებლობა სადაც ინტერესი აქვს, ხო? ჩვენ ნახეთ აგერ მოლდოვის მაგალითი, ხო. ნახეთ რუმინეთის მაგალითი, ნახეთ გარკვეული მცირე მასშტაბის მოქმედებები, თქვა სხვა ევროპულ დედაქალაქებში, სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც მიეცემათ შესაძლებლობა, იქ იმექმედებენ იმ მექანიზმების და იმ რესურსების გამოყენებით, რის შესაძლებლობას ისინი დაინახავენ. სამწუხაროდ მე ვფიქრობ და არა მარტო მე, რომ საქართველოში მათ მიეცათ კარგი შესაძლებლობა, უფრო ფართო მასშტაბით, უფრო დიდი მასშტაბით გამოსცადონ თანამედროვე ბოლო წლებში შექმნილი ჰიბრიდული ოპერაციების ახალი დონის ოპერაციების ახალი დონე, რომლებსაც ალბათ მე სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებენ და შესაბამისად ამ ყველა მიმართულებით დაწყებული პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, ტურიზმი, რა ვიცი, განათლება ასე შემდეგ, თავიანთ იმ მიზნებს დამოცანებს ცდილობენ რომ განახორციელონ. სამწუხაროდ გარკვეული შედეგებიც აქვთ. მაგრამ ფორმალურად კი მის ინტერესშია და ძალიან ესეთი ადვილად ამოსაცნობი და გასაგები არის რა პროცესსაც უყურებთ და რა ინსტრუმენტებითაც მუშაობენ, მაგრამ ფორმალურად მას არ სჭირდება ამის გარედან კეთება. ჩვეულებრივად სრულდება. ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ თავის დროზე დაწყებული გარკვეული აქტივობების შედეგად რაღაცა შიდა ინფრასტრუქტურა შეიქმნა. იყო თუ არა მცდელობა ამისი, ვთქვათ, აღკვეთის არ ვიცი. ალბათ იყო და ალბათ არ იყო სათანადო. იყო წლების კიდევ ერთხელ ვამბობ, წლების განმავლობაში თუ საუბრობთ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ეს საფრთხეები რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის, რაც საქართველოს დამოუკიდებელია, მას შემდგომ ეს საფრთხეები სხვადასხვა ფორმით მოდიოდა. იყო აგრესიული, იყო ჰიბრიდული, იყო რბილი ძალის, თუ როგორც არის, რასაც ვუწოდებთ. ალბათ დროთა განმავლობაში რუსეთმა შეძლო, რომ ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეექმნა გარკვეული ტიპის ინფრასტრუქტურა იმისათვის, რაც მას მისცემდა დღეს არსებული ჰიბრიდული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას. ასე ვთქვათ, ორ ეტაპად რო გავყოთ, შექმნა გარკვეული ტიპის დასაყრდენი ჯგუფი, პირთა ჯგუფი, სხვადასხვა სფეროებში, სხვადასხვა მიმართულებებზე და ამ ჯგუფების ხარდაჭერით და პლუს გარედან მომდინარე საკუთარი რესურსების გამოყენებით ააგორა ახალი კამპანია. ფინანსური რესურსების. მათ შორის ამარტო ფინანსურია, შეიძლება იყოს იდეები, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის მესიჯები, სხვადასხვა ინდივიდუალური ფიზიკური პირები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან პროცესში ჩართული. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აი პირველი მობილიზაციის შემდგომ უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველი მობილიზაცია სექტემბერში იყო, თუ არ ვცდები, მაგ პერიოდში საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 100-120,000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. და მათ შორის აუცილებლად იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იქნებოდნენ რუსეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ან სპეციალური სამსახურების ინტერესების გამტარებელი. წარმოუდგენელია, რომ ამ ნაკადში არ ყოფილიყო სპეციალური ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული პირები. ამას ჩვენ გვეუბნებოდნენ როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამას ჩვენ გვეუბნებოდა ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ტიპის სპეციფიური ინფორმაცია, რომ ასეთი ინტერესი არსებობდა, ასეთი ნაკადი არსებობდა და ასეთი ნაკადის წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას სხვადასხვა ტიპის მოქმედებები. იყო თუ არა ასეთი ტიპის მოქმედებები, ასეთი ტიპის მოქმედებები ბუნებრივია იყო. და მე ვერ წავალ დეტალებში. რა თქმა უნდა იყო, ამ საკითხზე შიდა უწყებრივი კოოპერაცია ბუნებრივია იყო. რა ხდება დღეს გამიჭირდება ამის თქმა და დღეს უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ინფორმაციაზე დაყნობით, რაც საჯარო სივრცეში ვრცელდება. ზოგადად ხშირად ისმის ხოლმე, ცოტა ოდნავ გადაუხვევ თემას, ხშირად ისმის, რომ ხშირად საყვედურობენ სპეციალურ სამსახურებს, რომ აი რატო არ დაიჭირეთ ამ ადამიანს ქვეყნის შპიონი, ჯაშუში რაღაცა. ზოგადად შეიძლება ეს დაჭერა უკიდურესი ფორმა, არაერთხელ მithkons რომ დაჭერა უკიდურესი ფორმა და ძალიან ძაბავს ურთიერთობებს ორ დედაქალაქს შორის.
თუმცა გარკვეულწილად, როდესაც არსებობს გარკვეული ტიპის ინფორმაცია და ინტერესი, საქართველოს შემთხვევაში საქართველოს სპეცსამსახურებს თუ აქვს ინტერესი, რომ დააკმაყოფილოს ქართული საზოგადოების და ინტერესებული ჯგუფების სურვილი გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიწოდებისთვის, მაშინ შესაძლებელია განახორციელოს მან გარკვეული ტიპის მოქმედებები და ამ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას კონდეს ინფორმაცია, რომ რაღაცა ტიპის გადამზღვევი მოქმედებები იქნა ჩატარებული. თუმცა ბოლო პერიოდში მე ასეთი რაღაცა არ მახსენდება და არ ვიცი და არ მსმენია და შესაბამისად შემიძლია ვივარაუდო, რომ გარკვეულწილად გარკვეული ტიპის ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიმართ სადაზვერო აქტივობა არ არის იმ მასშტაბში, რომლებშიც სასურველია რო ყოფილიყო და დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. თუ ეს ასია და ვწდები, მაშინ ძალიან კარგი. არ ვიცი ხო, თქვენი შეფასება თქვენი ნება ცხადია, მაგრამ მე როცა ვლაპარაკობ, თქვა ვეყრდნები იმას, რაც არის საჯარო ინფორმაცია და რაც დევს ზედაპირზე წვირწინ, მე რუსულად არ მელაპარაკებიან. და ყველა ქვეყანაში ასეა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, ყველგან იქაურ ენაზე მოლაპარაკე აქტორები არიან. მე რუსულად არ მელაპარაკებიან საქართველოს მოქალაქეს, როცა მუშაობენ ჩემზე, რომ მოხდეს ესე ვთქვათ, ზეწოლა, როგორც მე განწყობა შევიქმნა და კონკრეტულ ადამიანებზე, ცალკეულ პირებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, პროფესიონალებზე მეუბნებიან, რომ აი ეს არის ქვეყნის მტერი. ამიტომ შემდეგ მოყვება ამას რაღაცა 1000 ისა. და აი შენა პრობლემების დღეს გაქვს. და პრობლემები ობიექტურად მაქვს, მე მოქალაქე რომ ვზივარ ტელევიზორის ეკრანთან. და მეუბნებიან, აი ამის ბრალია, აი ეს რაღაც რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა 130 ადამიანის ბრალი თუ 120 თუ 150 თუ რაღაცა. ხო, ანუ რა მნიშვნელობა აქვს deep state-ია თუ რაღაცა ზებუნებრივი ძალა თუ რაღაცას ემსახურება ეს ყველა ბოროტებას და აი ეს ხალხია და მიღვივებენ სიძულვილს, იმიტომ რომ მე უკმაყოფილება რომ მაქვს ჩემი პრობლემების გამო. აგრესიაც მაქვს და მინდა საითკენღაც მივმართო ეს. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხო ეგ არის საზოგადოების გახალისება, არევა, საინფორმაციო, ტყუილის მართლის აზელა ერთმანეთში დასუსტებაა ეგ საზოგადოების, ხო? საიდანაც დავიწყე და ამ სიძულვილს აღვივებენ, მიმართავენ კონკრეტული უდანაშაულო კიდევ ვიტყვი ადამიანების მიმართ, როგორც წესი ეს ასეა. და ამას შემდეგ კონკრეტული ქმედებებით რაღაც ეპიზოდები მოხვება. უკვე ესე ვთქვათ, ამ ჩემი მზადყოფნიდან უკვე მზად ვარ მენტალურად, რომ ეს არის ჭა. აი ეს ყოფილა ჩემი მტერი და სადღაც გადავეყრებიან რაღაცა და შეერი ვარ, არ ვიცი რაღაცა მჭირს. ან წარუმატებელი ვარ და აი ამ მტრები რო დავგინობენ ამათი ბრალი. ბრალეულობა. და რაღაც შევა მოვიმოქმედო, ვთქვათ, ცუდად მოვექცე იმ ადამიანს და რაც გვინახავს. ახლა ზოგი შეკვეთილს დაარქმევს და ზოგიც ეხლა როგორ უნდა დამაძალონ უდანაშაულო ადამიანს, თქვათ ან მისი ნიფთი დავაზიანო, ან რაღაცა წარწერები გავაკეთო, აგრესიული, ან თავს დავესხავ, ცემო, თუ ისა რა ქვია. თუ ამისთვის აი მართლა ძალიან არ იმოქმედეს ჩემზე, ხო? ამას ვხედავთ, ძალიან კონკრეტული ოპერაცია ტარდება ქართულად. კონკრეტული რესურსების გამოყენებით. ამის პარალელურად ეხლა მთლად მე მოქალაქე რო ვარ ის უკმაყოფილო ვზივარ და მთლად ავირიე ხა. ამის პარალელურად მიდის ახლა ინტენსიური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროა და მუდმივად საჭიროა და ერთ-ერთი საკითხია, რაც ასევე უსაფრთხოების ნაწილში შედის. პირდაპირ კავშირშია. კი, პირდაპირ არის ხო სამსახური ნაწილია სისტემის, რომელიც მუდმივად ამაზე უნდა მუშაობდეს და აღმოჩნდა რომ ჯერ ეს უკვე ამ სამსახურების ეფექტიანობასაც უბრალოდ არაეფექტიანობასაც აშკარავებ. ამითი რომ დღეს გამოდიხარ და ამდენი მაღალჩინოსანი და თან რა მასშტაბის თანხებსაც ასახელებენ. სრულიად ქმნის, არ ვიცი, ნორმალური აღქმა ადეკვატური ის არის, რომ ერთი რომ რაღაც აი დამნაშავე ადამიანზე გაბრაზდა მოქალაქე, რომ უყურეშენ როგორი გაუმაძღარი ყოფილა და რამდენი მოიპარა, მაგრამ აი ეს მოიპარა ხო არ არის, ის ხო რაღაც საქმეს არ მოხმარდა. მაგალითად გზის აშენებას თუ ხიდის ინფრასტრუქტურის სფეროზე თუ ვილაპარაკებთ, შენობის, ბაღებზე არის ხო ლაპარაკი კონკრეტულად. ბოლო ამბავი რაც არის.
და 1000 სფეროს ეხებოდა ეს თანხები იქ რაღაცას თქვა ტენდერში რომ გავამარჯვებინე ვიღაცას, იმიტომ რომ ჩემი ახლობელი თუ ჩავთვალე და მე იმან მოლაპარაკებული ვიყავი და რაღაც ნაწილი თანხის დამებრუნა. ის თანხა ხო საქმეს მოაკლდა. რაღაც ხარისხს მოაკლდა. ან საერთოდ არ დაიხარჯა იმაზე. კიდე უფრო დასუსტდა სახელმწიფო. ანუ ამ თანხების უკან გარდა იმისა რომ უიმე რამოდენად თანხაა და მილიონები და ზოდები ეყარა ეკრანზე და ამაში ვინ შევა და როდის? აი ამ ზიანში და ამ პასუხისგებლობების თელ ჯაჭვში. კი ბატონო, ვამბობ მე მოქალაქე, მოყვებით, ვუსმენ ახლა ამ ამბებს, ხან უსაფრთხოება გამოვიდა, ხან პროკურატურა გამოვიდა, ხან შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას დაძაბული ხმით მიკითხავენ ამ ამბებს ერთი დღე მეორე დღე და მე მესმის ერთი გაცვლა ის არის რომ ვიღაც გულს იფხანს რომ აი ეგონა რომ ხედავ ისა ეგონა რომ შერჩებოდა და აი არ შერჩა ესეთი აღქმებიც არის ვიცი ვიღაც კმაყოფილია მაგრამ ამის უკან კიდე უფრო დიდი უბედურებაა და მეტი დანაშაული ვინ და როდის შევა ამ ყველაფერში ძნელი სათქმელია ფაქტი არის ერთი რომ ბოდიში გამიგრძელდა რაღაცა აღმოჩნდა რომ არასამთავრობო სექტორი და მედია ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობდა წლების განმავლობაში დიდწილად მართლები ყოფილან ეს ერთი რაც ცალსახად ნათელია რამოდენიმე წლის განმავლობაში შესაბამისი დარგის სპეციალისტები ამაზე აქტიურად საუბრობდნენ, დეტალურად საუბრობდნენ და დღეს აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა მართლა. არავინ ყურადღებას არ აქცევდა ამდენ ხანს. კატასტროფულია სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ეს ინფორმაცია დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე თითქმის ყველა დედაქალაქში დევს და იქ არის მასშტაბი წარმოდგენილი თუ რა ტიპის კორუფციულ საქმიანობასთან ქონდა საქმე საქართველოში და თუ ჩვენ დაინტერესებული ვართ რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტორი, ახალი პარტნიორი და ასე შემდგომ გავშალოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები, აუცილებლად გაჩნდება კითხვა, რა ხდება დღეს, თუ ეს იყო გუშინ და გუშინ წინ, რა ხდება დღეს და რა ტიპის გადამზღვევი მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის რომ მე ჩემი ფულს თუ ჩავდებ რაღაცა ინვესტირებას მოვახდენ რაღაც კონკრეტულ ბიზნესში, იგი არ გახდება კერძო მოხმარების და პირადი ინტერესის საგანი. და მესამე ნაწილი რაც არის ადამიანურად ძალიან პრობლემური და მტკივნეული თითოეული ის ადამიანი რომელთა მიმართაც წაყენებული არის ბრალი, მაგალითად ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ ბრალია წაყენებული სხვადასხვა ფორმით, მათ რა ვიცი, მათ განიცადეს მე ვფიქრობ, რომ სუბიექტურად, ადამიანურად განიცადეს, რა ვიცი, ძალიან დიდი რყევა და ძალიან დიდი პრობლემა, როგორც ერთმა ინდივიდმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მძიმე და პრობლემური ბრალდება და სასურველია აქამდე არ მისულიყო საქმე და თავის დროზე სწორედ რომ გამართული მექანიზმების არსებობის პირობებში საკუთარ თავსაც გადაარჩენდნენ და ზოგადად ქვეყანასაც უკეთეს რაღაცებს გაუწევდნენ ანგარიშს. რაღაცებს გაუწევდნენ ანგარიშს. აქედან გამომდინარე, როდესაც მედია, არასამთავრობო სექტორი, ის კუნძულები, რომლებიც რეალურად ჭირდება სახელმწიფოს ორი განვითარებისთვის, იძლეოდნენ გარკვეული ტიპის სიგნალებს, რომ ყოფილიყო მინიმუმ 15-20-30% ყურადღების საგანი და ვინმე დაინტერესებულიყო ამ საკითხით დღეს გაცილებით უკეთესი მოცემულობა გვექნებოდა. რას აღიქვას ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ზის და ერთი მხრივ აქეთ ხედავს თქვათ რაღაცა პოლიტიკურ პროცესს და მეორე მხრივ აქეთ ხედავს ამ კორუფციულ პროცესს და მისით გამოწვეულ პრობლემას არ ვიცი. წრებით არის გარემოცული სულ. ალბათ უფრო და უფრო მძიმდება. უფრო და უცვლად არ გძნობ თავს სულაც პირდაპირ გყლაპავდე ამ მოწოდებულ. რა თქმა უნდა, ალბათ აქ უკვე გაჩნდება ის კომპონენტი, რომ ახლა საქართველოში სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა, ასეთი აზრიც გაჩნდებოდა ახლა თანამდებობაზე იყო და ამით არის სარგებლო ეს რა ვიცი რაღაცა მიუღებლად ითვლება, თუმცა არსებობს ასეთი დიდი ტრადიცია. სამწუხარო და ბოლოს ახლა უნდა მივიდე და გავიზარდო ჯერ ინდივიდუალურად თითოეული ჩვენთაგანი და შემდგომში ხელი შეუწყოთ საზოგადოების სწორი მიმართულების ზრდას, რომ ეს არ არის რაღაცა მოკლე დროშის რაღაცას პირადი სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ეს არის თანამდებობაზე ყოფნა, არის შენი შესაძლებლობა შენი ქვეყნის განვითარებისთვის რაღაცა კარგი გააკეთო. შენ დაგიქირავა ხალხმა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ აბა ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ არ ვიცი, სად ჩანს ნეტავ. მით უმეტეს რომ თავადაც აღნიშნეთ, ამდენი ინფორმაცია იყო, აგერ ამას გუშინ იყო მგონი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უკვე შეჯამებულადაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, რაც კი გამოუვლენია წლების განმავლობაში. ხო, რა რაოდენობის და მილიარდებზე ლაპარაკი. ყველაფერი იყო დეტალიზებული, ანუ სრულიად საკმარისი საფუძველი იმისთვის,
რომ დაწყებულიყო მინიმუმ საკითხი დაინტერესება, მოკვლევა, გამოძიება და ასე შემდეგ. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ აი როცა ვთქვათ იმიტომ რომ მე ამ ვითარებაში და ამ პერიოდში რომელშიც ახლა არის ქვეყანა კიდევ უფრო რთულდება, სუმთლად იკარგება ის თუ რა არის რა უნდა იყოს, რა არის ნორმა, ნორმალური და რა არანორმალური. ამიტომ ნორმალურ სიტუაციაში ადეკვატური რომ იყოს იგივე უსაფრთხოების სისტემა. გამოვლინდა მივიღე ეს ინფორმაცია ფაქტად ვთქვათ მოქალაქემ. გამოვლინდა დანაშაული კორუფციული აი ასეთი მასშტაბის ახლა ინფრასტრუქტურაზე რომ ითქვა ბოლოს ის იყო რომ კიდევ გავუსვამ ხას რომ საქმე ის კი არ არის ადამიან იმ ერთმა კონკრეტულმა ვინც ბრალდებულია თუ ორმა თუ სამმა თუ გნებავდა 20-იც ცოტა სავარაუდოდ ალბათ უფრო მეტი იქნება. არა, 20-იც ცოტა იმ ზიანის პასუხისმგებლობის გასანაწილებლად, რაც შეეძლო მოეტანა ამ მასშტაბის კორუფციულ საქმიანობას საქართველოსნაირ ქვეყანაში. რას გულისხმობ? როცა ინფრასტრუქტურის ახლანდელი მოქმედი მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან ლაპარაკობს წინა მინისტრის პროექტების უდიდეს ნაწილზე, რაც მის დროს იყო, მოკლედ რომ 216 პროექტიდან 163 თუ არ ვცდები, ჩაითვალა ხარვეზიან პროექტად. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით საუბარი არის 65%-ზე არსებული პროექტებისა. აქედან უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რეალურად დღეს მოქმედება მინისტრმა პრაქტიკულად თქვა უმაღლესი საკანონმდებლო ტრიბუნიდან, რომ წლების განმავლობაში პირთა ჯგუფი, ან კონკრეტულად ერთი ადამიანი, ან პირთა ჯგუფი ახორციელებდა რიგ პროექტებს, რომლებმაც თავისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იქამდე ვერ მიიყვანეს, ანუ ვერ შედგა ეს პროექტები. ხო. შესაბამისად, აქ ისმის კითხვა, რომ წინა წლებს, 2 წლის წინ, 3 წლის წინ, როდესაც ეს ხალხი პარლამენტში მიდიოდა ანგარიშებს აკეთებდნენ მოხსენებებს, დახურულ ფორმატში იყო მსჯელობები, იყო იქ რაღაცა განხილვები. მაშინ სად იყო ეს ასეთი კრიტიკული და მაშინ რატო არ იყო ასეთი კრიტიკული და რატო მივიყვანეთ სიტუაცია იქამდე რომ ბოლოს აღმოგვეჩინა რომ დაახლოებით თუ არ ვცდები დასახელდა თანხაც 2 მილიარდი ლარის რაღაც არამიზნობრივი თუ რაღაცა ანუ 2 მილიარდი ლარის ხარჯვა დგას რაღაცა გაურკვეველი კითხის ნიშნის ქვეშ რა და არ ვიცი აი ეგეთ ვითარ ერთი ეგ და მეორე ასეთ ვითარებაში მე შემიძლია გავიგო როგორც საინფორმაციო ასე ვთქვათ სფეროში მომუშავე ადამიანმა შემიძლია გავიგო ვთქვათ სამიზნები იყო ამ ინფორმაციის და რა ეფექტის მოხდენა უნდათ მაგრამ უკაცრავად მაგას ბევრად ცდება თქვა მის თქმა მინდა ვიდრე ერთი კონკრეტული პირის დასჯა ვიღაცისთვის შთაბეჭდილების შესაქმნელ ერთი კი სპეკულაციებს არ შევუდგები ახლა რაც ყველას გვესმის ხომ ამ თანხების ვთქვათ რაღაცა მოკლედ რაღაც ვაჭრობის თემებზე კონკრეტული ადამიანის მხრიდან. მაგრამ მე ვლაპარაკობ საჯაროდ რაც ითქვა. კი ბატონო, მაგრამ მან არ მთავრდება უსაფრთხოების სისტემასთან რატომ მივბრუნდი ისევ. თქვათ მე ვარ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და აი ამ მასშტაბის კორუფციული დანაშაული გამოავლინა ჩემმა სტრუქტურამ და ეს ეხება ამ შემთხვევაში თქვათ ინფრასტრუქტურის სფეროს. თუ ამას ეხება მე ვარ თუ არა ვალდებული რომ ესე დავაყენო საკითხი ამ თითოეული პროექტის განხორციელების ხარისხის შესწავლაზე, იმიტომ რომ ლაპარაკი საქმე ეხება ისე ვიტყვი შენობებს, გზებს, ხიდებს, რომლებზეც ამდენი ადამიანი გადადგილდება. სწავლას და განათლებას. ასე შეეხება. დიახ. ვალდებული, აუცილებლად ვალდებულია. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ანუ მეტი საფრთხე რაღა უნდა იყოს. დიახ, ვალდებულია ყოველდღიურ რეჟიმში თუ არა თქვა. უამისობაც არის ფაქტებიც ალაგ-ალაგ ეპიზოდები ვიცით ხო ხანის ჩამოიშალა უიეს რა და ბევრი დიდი წვიმა მოვიდა და იმიტომ. კი ბატონო, აუცილებლად ვალდებულია მისცეს რეაგირება კონკრეტულ ინფორმაციას. ძალიან კარგია, როდესაც სოფლები აილაგმა ეხა კიდე აუხრდა სოფლები კონკრეტული ხო ვიცი დიახ ხარაგაულის რაიონში დიახ ნამდვილი ადამიანის ტრაგედია პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის როდესაც არსებობს კარგი კოოპერაცია მაშინ ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი უფრო ეფექტიანად ხდება და იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია მიაწოდოს პრემიერ-მინისტრს ასევე არსებობს საპარლამენტო კონტროლი როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჯგუფი მიდის პარლამენტში დახურულ ფორმატში
ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება ყველა ეს სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში გამოავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ აქ მე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს არ არის ინდივიდუალურად მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის თომა, მას სრული შემთხვევაში აქვს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების რეალიზაციის პროცესში ჩაირთოს პარლამენტიც და ასევე არსებობს უსაფრთხოებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, სადაც მათ შეუძლიათ ამ თემებზე ისაუბრონ და ზოგადად წარმოაჩინონ ეს პრობლემატიკა, როგორც სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემა. და პარალელურად თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შიგნით არსებობს ასეთი ტიპის დანაშაულებთან მებრძოლი კონკრეტული დეპარტამენტი, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, ეფექტიანად ოპერირებს საინფორმაციო ველში და ოპერატიულ ნაწილში, ეფექტიანად თუ ეფექტურად? ეფექტურად. რომელიც აკავებს აგერ ხალხს და შესაბამისად მათ აქვთ სურვილის შემთხვევაში და საჭიროების შემთხვევაში იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ სწორი რეაგირება მოახდინონ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ალბათ წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია არსებობდა და ალბათ ამ ინფორმაციაზე არ მიიღებოდა იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც მიღებული იქნა ეხლა ბოლო უკანასკნელი, თქვათ, კვირეების თუ თვეების განმავლობაში. შეუძლებელია ეს პროცესი ერთ კონკრეტულ მშვენიერ დღეს გაჩენილიყო. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, ეს იყო ერთმანეთთან ჯაჭვურად დაკავშირებული პროცესი, უბრალოდ დღეს დადგა ალბათ პოლიტიკური საჭიროება, რომ ამ საკითხს მისცემოდა უფრო მეტი სიცხადე და ასევე ეს ტიპის აქტივობა გამხდარიყო გარკვეულწილად დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სწორად ჭყალებში ან ჭყალების გარეშე ინფორმირების, თქვათ, ამოცანის წინაშე დადგა დღეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი. რაღაცა პროცესის გადაფარვა ხდება ამ პროცესით, ან ხდება რეაგირება კონკრეტულ პირთა, ჯგუფთა, ან კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. ხო, ლაპარაკი არის ახლა იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა რომ ვახსენე. ბოლო 5 წელიწადზე მხოლოდ ამ შეჯამებაზე იყო გუშინ გამოქვეყნებულ ამ შეჯამებულ ინფორმაციაში ლაპარაკი. 5 წელიწადზე სულ მთლიან ვადაზე არა. ამ კონკრეტული მართველი ძალისა 250 შემთხვევა ელიტური კორუფციის აღირიცხა 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებდა, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე, 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი და 5 მილიარდი ლარი არის ის თანხა, რაც მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოძიებით ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 3.3 მილიარდი ლარი მოდის რეგიონებზე, ამ თანხის მესამედი 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. და შემდეგ კონკრეტული ჩამონათვალი არის. ესე ფრიალებს ეს 100 მილიონი ლარი ქვეყანაში, რომელიც ისევ და ისევ ვიტყვი, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის სხვადასხვა ხარისხის, ზოგი ნაწილი უფრო მძიმე და ასე პრობლემებში ცხოვრობს. ღარიბია. შეიძლება ვიღაცას თქვა რაღაცის დაკმაყოფილება შეუძლია პირველადი საჭიროებების და რაღაცა თulides რომ მე ამოვისუნთქე ან რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის ცხოვრება, ეს არის არსებობა. ხო. ნამდვილად მასეა. ბათუმში მსგავსი სცენარით გაფრინდა აბაშიძე მოსკოვში. არ ვიცი რომელ ნაწილზე გამხმაურება ეს ჩვენი საუბრის. რომელ სცენარის რომელ ეპიზოდზე გაუჩნდა ეს რეფლექსია ჩვენს მაყურებელს, მოიწერეთ თქვენი შეკითხვები და კომენტარები. მე რისი კითხვა მინდოდა ასევე. აი როცა იმ კეთილდღეობის თემაზე ვლაპარაკობთ, კეთილდღეობის აღქმაზე და რამდენად შეიძლება ადამიანს ეგონოს ან რა შემთხვევაში რომ კარგად ვარ. და ის განცდა რომ ყველა ვინც დღეს ამ ქვეყანაშია ეს ადვილი ხდება ხოლმე უფრო რაღაცების გაგება, რა ვიცი, უფრო ადვილად წარმოვიდგენ ხოლმე, როცა აღვიქვამთ ამას, როგორც ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. ვის რა უნდა სურვილები, მიზნები, ამოცანები, აღქმები ესენი განსხვავებულია, მაგრამ
ამ ნავში მსხდომების უდიდეს ნაწილს უნდა რომ ეს ნავი წავიდეს კონკრეტული მიმართულებით. ძირითადი მიზანი ერთია. უმრავლესობის მიზანი კი ერთია, მაგრამ რაღაცნაირად ეს საჭესთან ვერ მოხვდა ეს უმრავლესობა ადამიანების. მათი არჩევანი არ გულისხმობა განმარტებისთვის კიდევ რომ არ იყოს სპეკულაცია, არ გულისხმობა ერთ პარტიაზე, ერთ ძალას და ასე შემდეგ. გულისხმობ იმას, რომ ამ უმრავლესობა მოქალაქეების ნება იყოს გამოხატული ხელისუფლების შემადგენლობაში. და ესე იმართოს ეს ნავი. სხვა შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ნავი თუ დაზიანდა, ზიანდება ყველანაირი შეხედულების, შეძლების, მომპარავიც, გაძარცულიც, მოტყუებულიც და გონიერიც შედარებით ნაწილი საზოგადოების ყველა ერთად ზიანდება. სხვა საქმეები როგორ განიცდის ამას. აქვს თუ არა დღეს, რადგან ამ სისტემას იცნობთ კარგად, უსაფრთხოების სისტემას, აქვს თუ არა დღეს შესაძლებლობა ან რა ხარისხით აქვს, იმიტომ რომ თქვენ თავადაც ახსენეთ პოლიტიკური ნება, ხომ? თქვათ, საბოლოოდ შენ კი მიგაქვს ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება უკვე იმის მიხედვით მიიღება. აი ეს დამოუკიდებლობის ხარისხი ნორმალურ ვითარებაში რა უნდა იყოს და რა ხარისხი აქვს დღეს თქვენი შეფასებით უსაფრთხოების სისტემას. ახლა უკვე როგორც გარედან დამკვირვებელი რომ გაგვიზიაროთ მასზე. იდეალურ სიტუაციაში სპეციალურ სამსახურებს დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ცდილობს მის საქმიანობაში ჩარევას, მაგრამ ყველგან თუ თითქმის ყველგან ცდილობენ, მაგრამ რეაქციების შედეგად ისინი იძულებულები არიან საკუთარ ასე ვთქვათ თამაშის წითელ ზოლებს არ გადააბიჯონ. დაიცვან წითელი ზოლის პრინციპი. ქართულ რეალობაში დღეს მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და სპეცსამსახურები არიან შერწყმულნი, ჩვეულებრივად სპეცსამსახურები დღეს დიდწილად მოქმედებენ პოლიტიკური დაკვეთის და პოლიტიკური ინტერესების გატარების თვალსაზრისით. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მცდელობები წარსულში არ არსებობდა, ნამდვილად არსებობდა და ალბათ ჩარევებიც იყო. ყოველ შემთხვევაში ის რომ ოდესმე ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიარეს ისეთი პერიოდი, როდესაც სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ და განთავისუფლებულნი იყვნენ პოლიტიკური ჩარევისაგან, ასეთი პერიოდი ალბათ არ არსებობდა სპეცსამსახურის ყავდა კადრები ხელმძღვანელებად ახლა. კი ბატონო, იყო ეგეთი იყო ეგეთი და როდესაც თქვენ საუბრობთ ნავზე, ნავის ნაწილში უსაფრთხოების კომპონენტიც ხო არსებობს უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთან. იქაც ჩვენი ინტერესი გვაქვს, რომ მალე მივიდეთ იმ ადგილამდე და იმ წერტილამდე, საიდანაც ჩვენ შევძლებთ, რომ სპეცსამსახურმა იმუშაოს სწორედ რომ კონცეფციით და ზოგადი უსაფრთხოების დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების აღსრულებაზე და არ იყოს დამოკიდებული კონკრეტული ინდივიდის ან პირთა ჯგუფის მიერ კეთილნებაზე თუ მის გადაწყვეტილებაზე. სხვა ნორმალურ ქვეყნებში ეს რეგულირდება სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი მოქმედებებით, მაღალია საპარლამენტო კონტროლი სხვათა შორის იყო ევროკავშირის ერთ-ერთი საკონტროლო მოთხოვნა ჩვენი სპეცსამსახურების კონტროლთან დაკავშირებით და არსებობს მთელი რიგი რეგულაციები, რაც პოლიტიკური ისტაბლიშმენტს უზღუდავს სპეცსამსახურების საქმიანობაში პირდაპირ ჩარევას. დღეს მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურების ძირითადი ნაწილი წარმოადგენენ პოლიტიკური გუნდის ინტერესების გამტარებელ პირებს და ისინი მათი საქმიანობის განხორციელების დროს ხელმძღვანელობენ სწორედ რომ კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე არსებული ამოცანების გადაწყვეტით. სამწუხაროდ ეს ასეა. რასაც თქვენ ბრძანებთ, ხო, მე არც ერთ დროს არ წარმომიდგენია, რა თქმა უნდა, იდეალიზებულად ახლა რა მიამიტობა, ვთქვათ, ამ სამსახურების და სისტემის, ვთქვათ, საქმიანობა შეუძლებელია უბრალოდ. მაგრამ აი სწორედ მოდით ჯერ მაყურებლის შეკითხვებს დავსვამ და შემდეგ დავსვამ ჩემს შეკითხვას. წერენ მაყურებლები ქალბატონი მანანა ამბობთ რუსული დაზვერვა მოქმედებს იდეოლოგიურად და ფინანსურად ქართულზე. ქართველი რატომ ვერ მოქმედებს? რატომ დიდი ასოებით დაწერა? ვერ მოქმედებს ქართული პოლიციის იდეოლოგიაზე. ეს არის შეკითხვა. რუსული არამხოლოდ დაზვერვა მოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში, ვიტყოდი უფრო გაცილებით უფრო აქტიურები არიან უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, რომელსაც FSB წოდებული სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამმართველო
GRU, ეგრეთ წოდებული საზოგადოება მაგ სამსახურს იცნობს ამ დასახელებით, ისინი გაცილებით უფრო აქტიურები არიან. მე ვიტყოდი რომ დაზვრო ალბათ უფრო ყველაზე ნაკლებად მოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვართ PSB-ს, ბოდიში ამ სიტყვის ხმარებისთვის და GRU-ს პირდაპირ ინტერესის ობიექტები, ეს იყო წლების განმავლობაში ასე, საქართველოს წარმოადგენდა ამ ორი უწყების პირდაპირ სამიზდე სამყაროს და სივრცეს. რატო არ მოქმედებს საქართველოს დაზვერვა შინაგან საქმეთა კითხვის მეორე ნაწილი თუ შეიძლება და როგორ უნდა იმოქმედოს არ ვიცი დაზვერი ზოგადად ვიტყოდი რომ დაზვერის ამოცანა არის ვისი იგი მოქმედებს ზოგადად ქვეყნის გარეთ ალბათ კითხვის ავტორი გულისხმობდა რატო არ ახდენს სპეცსამსახური გავლენა შინაგან საქმეთა სამინისტროზე ალბათ ამას გულისხმობდა არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი ვერ მექნება ზოგადად იდეოლოგიაზეო პოლიციის იდეოლოგიაზეო ქართველი რატომ ვერ მოქმედებსო ანუ საზოგადოებრივ აქტივობას ვერ მოვახდენ ვერც ერთ უწყებაზე და ვერც ერთი უწყების შემადგენლობაზე გენერალიზებას ვერ მოვახდენ რომ აი ყველა ან ასეთი ან ისეთი ამას ცხადია არასდროს არ გამიკეთებია და არასდროს არ ვიზამ ეთერში მაგრამ ხო მესმის რა პრობლემასაც გულისხმობს ალბათ საუბარი არის რომ თუ რატო არ ხდება თქვა გარკვეული ინფორმაცია ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართ მე ვფიქრობ რომ დღეს ქართულ მედია სივრცეში არსებობს საკმარისი ინფორმაცია თუ ამის სურვილი გაქვს რომ გაიგო რა ხდება შენს გარშემო თავარია შენ უბრალოდ გაგიჩნდეს სურვილი რომ გაგიჩნდეს ინტერესი ამ საკითხის უბრალოდ წარმოუდგენელია დღეს რაღაცა კონკრეტული საკითხი გაინტერესებდეს და მით უმეტეს ამ ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ჩინოვნიკს ან კონკრეტულ ოფიცერს ან რიგით კურსანტს თუ ვინც არის რა ვიცი მსმენელს და უბრალოდ ამაზე ინფორმაცია ვერ მოიპოვო. თავარია გაჩნდეს ის იმპულსი რომ შენ ამის მიმართ ინტერესი გაგიჩნდეს და დაანჩენი ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიტყვი ხელის გულზედეს ჩვეულებრივად გაეცნობი და თუ გაქვს სურვილი ყველაფერი ნათელია. ხო, ქალბატონი თამარი გვწერს, დიდი მადლობა რომ დარჩით ადამიანები, რომლებიც დღევანდელი ცხოვრების აბსურდულობას ანალიზებთ. საქართველოს მოსახლეობას რა ეგზისტენციური მომენტი უნდა დაუდგეს, რომ ამ მსგავსობას დაუპირისპირდეს. მარტო ქვაბების რევოლუცია გამოსავალი? მე ვფიქრობ, რომ დღეს არის სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ დამატებითი ეგზისტენციალური პრობლემები, რა ვიცი, თუ სწორად შევაფასებთ ყველაფერს, აშკარად ხედავთ, რომ ქვეყანა მართლაც რომ, აი ასე ვთქვათ, განვითარების საკმაოდ მტკივნეულ და პრობლემურ მომენტშია. ეხლა ჯანსაღმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და რეალურად საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გადადგას, ანუ იმოქმედოს ის, რისი გაკეთება შეუძლია, ეს იქნება რა ვიცი, ვის რაც შეუძლია, ყველა ის ნაბიჯი უნდა გადადგას, ჩვენ აშკარად ხდებით იმ სამყაროს შემადგენელი, ასე ეტაპობრივად და სამწუხაროდ ბოლო დროს დაჩქარებულად, რომელშიც ჩვენ ცხოვრება არ აგვირჩევია და არც ჩვენს მომავალ თაობას ვურჩევთ, რომ ამ სამყარის წევრები იყვნენ და შესაბამისად თუ ვინმეს რამე რესურსი გვაქვს, რომ რაღაცა შეგვიძლია დავწეროთ, ვთქვათ, ხმამაღლა ვთქვათ, ჯუმა ვთქვათ, ქუჩაში გამოვიდეთ, გავაპროტესტოთ, სიმბოლურად რაღაც ნაბიჯი გადავდგათ, ეს უნდა გაკეთდეს. ვერ დაველოდებით ჩვენ იმას, რომ რაღაცა პირთა ჯგუფი სადღაც გადაწყვეტ საკითხს ისე და პრაქტიკულად ჩვენ მას ხალხს უჭერთ, უბრალოდ ჩვენ დაველოდოთ თბილად სადღაც სივრცეში. არ გამოვა ეგ ამბავი, დღეს ის დროა, როდესაც უკვე თითოეულ ინდივიდს, თითოეულ ადამიანს თუ მას ამის სურვილი აქვს, უნდა გადადგას ნაბიჯი, ან ზოგადად თავი შეიკავოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმისაგან. გამგები გაიგებს. და ჩემს შეკითხვას მიუბრუნდები, აი იმ ყველაფრის გათვალისწინებით თქო, რომ შეუძლებელია რაღაც იდეალიზება ამ სისტემის ნებისმიერ ეტაპზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გულისხმობ უსაფრთხოების სისტემას. იყო ალბათ უკეთესი დროება, უარესი რაღაც განსხვავებული გამოწვევებით, არ ვიცი, ხო, ნამდვილად გარედან რაც ნამდვილად იყო, დიახ, ნამდვილად ასე. რა, იმიტომ რომ ბევრი წელი გაატარეთ ძალიან ამ თქვათ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხო? უშიშროების დანაყოფებში, შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მცირე პერიოდი და ბოლოს დაზვერვაში. ხო.
და ეხა მიჭირს ბევრი წელი გამოდის, მოკლედ 90-იანებიდან. 90-იანების 1999 წლიდან. აჰა. მანამდე 5 წელი სპეციალური გადამზადება. აჰა, 99-დან უკვე საქმიანობის შეუდეგი. რა მუღამია? ძალიან საინტერესო ბიზნესი. საინტერესო, ადვილად მისაღები არის, კი ბატონო, დაგიქნევთ თავს, ასე წარმომიდგენია, მეც საინტერესო ნამდვილად იქნება. და რაღაც კმაყოფილების ეპიზოდებიც ხომ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. დახურული ორგანიზაციაა ეს სამყარო, ზოგადად არის დახურული, ეს არის ერთ-ერთი მინუსი ამ ორგანიზაციისა და ამ სისტემისა. თან 99 წელი 94-ში ანუ რაღაც გადამზადება და 99 წელს მახსოვს ეს დრო შეხვედით ამ სისტემაში. დიახ. აი რა სულის კვეთებით რა ვინ იყო მაგ დროს? 99-ში თუ არ ვწდები იყო ხაბურზანია, თუ არ ვწდები. ხაბურზანია, გასულ რაღაც დროს ყვირა. ეგ იყო. შეიძლება ვახო ქუთათელაძე იყო, არც ეგ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს კარგად წლები არ მახსოვს, ხო, ყველა ეს სახელი და გვარი. მე მგონი ქუთათელაძე იყო, როდესაც მე დავიწყე მსახური. მაგრამ ზოგადად მსახურში ითვლება სწავლის პერიოდიც და 1994 წელს იგორ გიორგაძე იყო საერთოდ ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დღესაც არის და როგორც არის ყველამ კარგად ვიცით. ვინც არ იცის ხო, რა YouTube-ში შეგიძლიათ მოусმინოთ მის. კი ბატონო, ნამდვილად. მის ნაზრებს და ანუ რა აქტორიც არის ძალიან. სამსახურმა და ამ სისტემამ რთული პერიოდი განლო როგორც ქვეყანამაც შესაბამისად რა და იყო ამ პერიოდში სიკეთეებიც იყო, თქვათ, პრობლემები იყო, მასშტაბური რეფორმები. რამდენი წლის ბოდიში რომ ახლა ასაკს ვაზუსტებ. ანუ რამდენი წლის იყავით ამ დროს? მივდი ეხა მე გადავწყვეტ 99 წელს? 21-22 წლის. და ხო, ამიტომ გეკითხები, მაშინ რა იყო თქო ესა? რთული სამსახური იყო, თუმცა მაშინაც მე მუშაობა დავიწყე კონდაზურის დეპარტამენტში, იმიტომ რომ გადამზადება თავის დროზე სპეციალური 5 წლიანი გადამზადება, რომელიც გავიარე დახურულ სივრცეში, დახურულ სასწავლებელში, ემსახურებოდა კონცადაზურო და სადაზურო უნარებისა და ცოდნის გაღვივებას ჩემში და თქვა სწავლას ამ მომზადებას ამ მიმართულებით. და შესაბამისად 99 წელს დავიწყე კონდაზურის დეპარტამენტში და 2012 წლის ჩათვლით მუშაობდი კონდაზურის დეპარტამენტში. ოპერაციების ნაწილში 2013 წელს 1 წლის განმავლობაში მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში არაღიარების პოლიტიკასა და ოკუპაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით და 2014 წლიდან 24 წლის ჩათვლით დაზვერვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე. და შესაბამისად თქვენ კითხვას რო დაუბრუნდე ამ წლების განმავლობაში სამსახურებმა გაიარეს საკმაოდ საინტერესო ისტორია. ზოგადად ახლა ახსნა იმისა ეს პროფესია რატო არის საინტერესო გამიჭირდება, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილია ძალიან საინტერესო პროფესია და ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ რომ ალბათ დროთა განმავლობაში ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრესტიჟული სამსახურიც გახდება, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგავს საქართველოს როგორც სახელმწიფო. შესაბამისად საქართველოს ტიპის ქვეყნებს, რომლებსაც აქვს ისეთი ტიპის გამოწვევები და სირთულეები, რაშიდაც დღეს ვიმყოფები და რაც ალბათ პროგნოზირებადი ახლო მომავალში, სწორედ რომ ძლიერი სპეციალური სამსახურები, ძლიერი სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანიზაციები სჭირდება. და შემდგომში ჭირდება კარგი ადეკვატური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღები გუნდები, რომლებიც ამ ინფორმაციას და ამ შედეგებს გამოიყენებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამსახურმა სწრაფი წვლილება, ასე ვთქვათ, სწრაფი გარდამავალი რეფორმა განიცადა 2004-2005 წლებში, მაშინ მოხდა საკმაოდ დიდი ჩართვა მათ შორის დასავლელი პარტნიორებისა რათა მომხდარიყო მე უსაფრთხოების ნაწილზე მაქვს ამჯერად საუბარი, მაშინ უსაფრთხოებაში მუშაობდი და შეიქმნა მყარი საფუძველი რათა სამსახურს სწორედ რომ სწორი ნაბიჯები გადაედგა განვითარებისთვის. სამწუხაროდ იქაც პოლიტიკური ჩართულობის გამო სამსახურმა დროთა განმავლობაში უკვე დაიწყო პოლიტიკური ამოცანების შესრულება და შესაბამისად ის რეფორმა რაც უნდა მოხმარებოდა განვითარებას შეჩერდა ან დეგრადირდა. 2000 დაზვერვის სამსახურის მაგალითზე ვიტყვი, რომ 2014 წელს ჩაიდო უდიდესი ინვესტიცია, როგორც ადამიანური, ფინანსური და სხვა ტიპის პოლიტიკური ინვესტიცია ამ სამსახურის სწრაფი რეფორმირებისთვის და გარკვეული ტიპის შედეგებიც დადგა და იმედი მაქვს, რომ დღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ შეძლებს ამ სამსახურის ისე მოსპობას, ასე უხეშად ვიტყვი ამ სიტყვას და
განადგურებას, რომ იგი გახდეს პოლიტიკური ამოცანების შემსრულებელი ერთ-ერთი დამხმარე ინსტრუმენტი კვლავ. ეს მაგ სამსახურმა ერთხელ უკვე გაიარა და როგორც დამთავრდა ძალიან კარგად იციან ამ სფეროს სპეციალისტები. ანუ თვლით რომ არ არის დღეს ინსტრუმენტი, ასე ამბობთ? დღეს არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ დონეზე არ იქნება, რომ საერთოდ სრულად ამაზე გადავიდეს. სრულად გადაერთოს. ანუ ხო, ნაწილობრივ ასრულებს. იმიტომ რომ ყველა პერიოდში, ყველა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ სპეციალური სამსახურები ყოფილიყო ისი ინსტრუმენტი. როდესაც სპეციალური სამსახური თავს იცავდა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ საბოლოოდ მისი ინსტრუმენტი არ გამختارიყო, მაშინ პოლიტიკური ხელმძღვანელობაც თავს იკავებდა ასეთი უხეში ჩარევის. კი, ჰქონდათ ცდილობები, მაგრამ რიგ შემთხვევებში გამოსდიოდა, რიგ შემთხვევებში არ გამოსდიოდა. დღეს თუ გავითვალისწინებთ მოწყობას და ასე ვთქვათ, მის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტეგრირების პროცესს და დასრულებულ პროცესს, ალბათობა იმისა, რომ რეაქცია შიგნიდან არ იქნება ისეთი მწვავე, რომ საკუთარი თავი დაიცვან, მაღალია შესაბამისად პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცდება გაზარდოს ამ სამსახურის მის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობა. თქვენ არ დაგიტოვებიათ სისტემა იმ ვითარებაში, როცა აი ხანდახან ხო არის ადამიანი შეიძლება ვთქვათ მაგ სისტემაში კი ნებისმიერ სამსახურიდან შეიძლება ჩავთვალო რომ ამოვწყურე მეც ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ სასარგებლოს ამ საქმისთვის და შენინებით ტოვებ რაღაც ტიპის საქმიანობას. შეიძლება მე კონსულტანტი იყო რაღაცა გააკეთო კიდევ ან სხვა საქმეს მიხო ხელი, რა ვიცი, ბაღი გააშენო, მაგრამ საინტერესო ეგეც ვარდაშორის. უმაგრესი საქმეა, ხო? მაგრამ თქვენ არ წამოსუღართ არც ასაკის გამო, არც იმის გამო, რომ თქვათ რაღაცა აი ჩათვალეთ, რომ დასრულდა, აშენდა ყველაფერი და ეხლა მოდი სხვა რაღაცას გავაკეთებ. თქვენნაირი კადრის სისტემის მიღმა. დიახ. რა მოვლენაა? როგორ უნდა შევაფასოთ? სოფლიო პრაქტიკაში არსებობს ასეთი, ასე ვთქვათ, დაუწერელი თუნდაც დაწერილი ფორმა, მსგავსი ტიპის კადრებთან ურთიერთობისა, ეს ხალხი როგორც წესი ხვდება გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ხილულ ან არახილულ პოზიციებზე და კონკრეტულ გადაწყვეტილების მიღებ პირებს უწევენ რეკომენდაციებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე ასეთი გამოცდილების და ცოდნის მქონე ხალხი ხვდებიან სახელმწიფო კერძო კომპანიებში, რომლებიც ვთქვათ იარაღის შესყიდვაზე ან სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა ტიპის სამხედრო თანამშრომლობის თემატიკაზე მუშაობენ, ან ვთქვათ დიპლომატიური თემების ფარულ, ვთქვათ რაღაცა ფარდებს მიღმა მოძრაობებში არიან. იქ ეკავებენ სხვადასხვა ტიპის პოზიციებს და ამ პოზიციებიდან გამომდინარე, ვთქვათ, თავისი წვლილის შეტანას აგრძელებენ ქვეყნის განვითარების საკითხში. ჯეოკეისში მრჩევლობა? ჯეოკეისის მრჩევლობა რომელ კატეგორიაში გადის მაკეტა? არა, აქტიური კოოპერაცია და კონტაქტი მქონდეს ბრწყინვალე საზოგადოებასთან, რომლებიც დაინტერესებული არიან რაღაცა ტიპის რაღაცა საკითხების გადაწყვეტაში და ეგ არის და ეგ კიდევ ვაგზელებს საკუთარ თავზე მუშაობს. რაც ჩამოთვალეს, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. მე არ მქონია შემოთავაზება რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან რომელიმე თქვათ მსგავსი მიმართულებით რაღაცა კონკრეტული კი იყო რაღაცა ტიპის შემოთავაზები, მაგრამ ჩემი თანამშრომლობა მაგ სისტემასთან ამ ეტაპზე ვერ გამოვიდოდა. უშვებთ რომ შეიძლება დაბრუნდეთ სისტემაში? ოდესმე? ხო. გააჩნია სისტემა რისი შემადგენელი ნაწილი იქნება. პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ხომ თქვენი გადაწყვეტილება არ იყო. ირაკლი კობახიძის ბრძანებით გათავისუფლდა. აი, პასუხობ თქვენ კითხვას, გააჩნია რა ტიპის ეს სისტემა რა ტიპის მოწყობის შემადგენელი ნაწილი იქნება. ანუ როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში და რა ტიპის ინტერესი ექნება სახელმწიფოს, რა ტიპის ამოცანა იქნება სახელმწიფოს წინაშე დასახული და რა ტიპის მოქმედებებს დავინახავთ ჩვენ იმ მიმართულებით, რასაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჰქვია. ჩემი სისტემიდან წამოსვლის მიზეზი პრობლემური იყო იმ ნაწილში, რომ ზოგადად ზედმეტად მეგობრულად და იქნა შეფასებული ჩემი დასავლეთ პარტნიორებთან კოოპერაცია და თანამშრომლობა, თუმცა ვთვლი, რომ ეს ყველაფერი იყო ზომიერების ფარგლებში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამსახურის განვითარებისათვის.
და შემდგომში უკვე რასაც ვაკვირდებით პროცესებს, ეს არ არის ის პროცესი, რომელშიც მე ვთვლი, რომ ჩემი მონაწილეობა იმ პროცესში ეხლა არის საჭირო, სადაც ვარ იქ, ძალიან კარგად ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, რომ რაღაცის გაკეთებას აქედანაც ვახერხებ იმისათვის, რათა მინიმუმ გარკვეული მინიმალური ინფორმაცია მაინც მივიტანო იმ საზოგადოებამდე, რომელიც ამ საკითხით არის დაინტერესებული და ასე ვთქვათ, ზოგადად უსაფრთხოების სფერო მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს. არ მინდა ზედმეტად, ისე ვთქვათ, დაგღალოთ. ერთი მინდა კიდევ გკითხოთ. ხო, სადაც ხართ იქ? თქვენი ცოდნით და გამოცდილებით. მაინც კი ბრძანეთ რომ არსებობს ყოფილი ზვერავი და ყოფილი უსაფრთხოების სისტემის თანამშრომელი, მაგრამ შეუძლებელია. თავი ხო იგივეა, ტვინი იგივეა და აღქმები, ცოდნა და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ პროცესებს რომ აკვირდებით, სხვა თვალია თქვენი თვალი, რასაც ხედავს, სხვა შრეს, სხვა ჭრილს, სხვა პრიზმას და ანალიზის სტრუქტურაც და ყველაფერი განსხვავებული იქნება. ვიდრე თქვა ჩემი ან კიდევ სხვა მოქალაქის. მაგრამ სხვათა შორის ვიტყვი რომ ზვერაობა ჟურნალისტიკას და დიპლომატიას ძალიან გავს. ხო, იქნება მსგავსებები ალბათ. მცირედი ცვლილებებია, უფრო შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ როგორც მოქალაქე, სადაც ხართ ახლა იქ მყოფი და კარგად ვარ ვბრძანებთ, მაგრამ ახლა მე ესეთ კითხვას დაგისვამთ. თქვენი გამოცდილების მქონე, ცოდნის და კიდევ ყველაფერთან. როგორც მოქალაქე, არ მიყვარს ხოლმე ეს ქულებით შეფასება, მაგრამ 10 ქულიან შკალაზე რამდენი ქულით შეაფასებდით თქვენი როგორც მოქალაქის უსაფრთხოების ხარისხს? ყველა იმ კრიტერიუმით, რაც კი შეიძლება თქვენ წარმოედგინოთ, ალბათ ბევრად მეტი. ჩემს გარშემო რაც ხდება, იმის გათვალისწინებით. ყველაფრის გათვალისწინებით და შეიძლება რაღაც კრიტერიუმები მე თავში აზრადაც არ მომივიდეს და თქვენ 3 ალბათ 4. 3-4? დიახ. ალბათ ეს შეიძლება ჩავთვალო თქვენს მიერ სისტემის შეფასებადაც. თუ და არა მხოლოდ მთელი რიგი კომპონენტები, მე ამ საკითხზე მიფიქრია სხვათა შორის, ჩემი ამ ბოლო პერიოდის გამომდინარე და მაგიტომაც გამიადულდა ამ ციფრის დასახელება და ასე ალბათ უფრო 3 ან უფრო 3, იმიტომ რომ მთელი რიგი გარემოებები არსებობს, რაც იქცევს ყურადღებას, რომელიც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს და რომელიც ინდივიდუალურ საფრთხის კომპონენტს შეიცავს და შესაბამისად მაგ დასკვნამდეც მაგიტომაც მივედი. ახლა როცა აფასებდით, ან როცა თურმე თავადაც გიფიქრიათ ამაზე. მხოლოდ შიდა საფრთხეებზე ფიქრობთ თუ გულისხმობთ გარედან მომდინარე საფრთხეებსაც? გარედან მომდინარე გლობალურ პროცესებსაც, ამ გულისხმობთ მხოლოდ საკუთრივ მხოლოდ რუსეთის ფაქტორს. დიახ, მაგას გულისხმობთ ყველაფერს ერთად. არის საფრთხების ერთობლიობა, რომელიც საერთოა ყველასთვის. და არის საფრთხების რაღაცა ნაწილი, რომელიც ინდივიდუალური საფრთხების, ასე ვთქვათ, კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ და ეს ერთობლიობა არის, მათ შორის მოიცავს გლობალური უსაფრთხოებით გამოწვეულ რიგ საკითხებს. ახლა როდესაც ვხედავთ თუ საით მიექანება სახელმწიფო და რა შეიძლება პერსპექტივაში, ახლო მომავალში შეიძლება შეიქმნას ჩვენს ირგვლივ, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი, რომელიც წარმოშობს ინდივიდუალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ მეორე ეტაპს და ასე ვთქვათ, გარდამავალ პროცესს შექმნის. და შესაბამისად ახლა ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს რაღაცა გარკვეული ტიპის ფიქრები, მოსაზრებები, ხედვები და ვაფასებთ იმას, სად ვართ და სად შეიძლება აღმოჩნდეთ, თუ არ გადავდგავთ იმ ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება გადააზღვიოს ეს ყველაფერი. შესაბამისად ეს ასეა. ნამდვილად ვერ ვიტყვი 7, 8, 9 და 10-ს მით უმეტეს 3, კარგ შემთხვევაში 4. ცვალებადია, გააჩნია ზოგჯერ ასე ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს 4, შეიძლება იყოს 4.3, მაგრამ ეს არის ის შუალედი, რომელიც შუას ქვევით ყველა ვარიანტში. ხო. უარესით შეიძლებოდა გეთქვათ, არ ვიცი, მეტი ინფორმაცია გაქვთ. მაგრამ ხო, მაინც უიმედო არ არის ეს. გასამბოთ, არა, ხო. ხო, ეს კარგია უკვე. განწყობის თეორიით უნდა ვიხმოვანოთ. ხო, განაპირობებს, რა თქმა უნდა. განაპირობებს ბევრ რამეს, მაგრამ რაღაც რეალობის ადეკვატური განწყობის. ხო, რაღაც ნაწილს რეალობის გამო ვერ შეძლო. კი ბატონო, ნამდვილად.
ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, ამით დავასრულოთ. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა და დროებით, გემშვიდობებით თქვენს და დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ამდენ ხანს გვიყურა, გვისმინა. დიდი მადლობა რომ შემოგვეხმიანეთ და გემშვიდობებით ერთი კვირით იმ პარასკევს შევხვდებით სწორედ ამ ფორმატში. აუცილებლად მუდმივად ადევნეთ თვალი რადიო თავისუფლების მასალებს ინტერნეტში ყველა პლატფორმაზე. დროებით.